მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ორშაბათია და სოლიდარობის სტუდიის ეთერშია გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც წარმოგიდგენთ მერაბ ჩიქაშვილი, წოტნე მარღია და მე თენგო ომანიძე. დღეს საინტერესო თემები გვაქვს შერჩეული, იმედი გვაქვს რომ ჩვენი საუბარი მაყურებლისთვის როგორც ყოველთვის იქნება საინტერესო და ჩაერთვებით კომენტარებით, თქვენი მოსაზრებებს გაგვიზიარებთ სოციალურ ქსელში. ასევე მინდა გთხოვოთ ყველას რომ მაქსიმალურად გაავრცელოთ ჩვენი ვიდეოები, ეს ჩვენ გვეხმარება რომ რაც შეიძლება დიდი აუდიტორია მოვიცვათ და შესაბამისად მეტი და მეტი ხარისხის კონტენტი შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით, მივისალმებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რა თქმა უნდა, ჩვენ სოციალურ ქსელში, თავისუფალ არხზე და სამეფო არხზე. ორივე ტელევიზიას დიდი მადლობა რომ მოგცა და გვაქვს საშუალება რომ გქონდეს შეხვედრის საშუალება მოგცა ჩვენს მსმენელთა და მაყურებელთან და მივისალმები რა თქმა უნდა ცოტნეს შენ და იმედი მაქვს რომ ძალიან ასევე როგორც ყოველთვის ვცდილობთ რაციონალური და კარგი გადაცემა გამოვიდეს, რადგან საზოგადოებრივ ჩვენ იმ საკითხებზე ვისაუბრებთ, რომელიც დღეს ყველაზე მეტად საქართველოში არის აქტუალური და ეს ხალხი ამაზე საუბრობს. თუმცა ვიდრე გადაცემას დავიწყებთ, მე მინდა ჩვენ უბრალოდ ვთქვა და გარდაიცვალა ძალიან კარგი ადამიანი, ბატონი გოგი დოლიძე, კინომცოდნე. ის ალბათ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ბოლო მოგიკანი იყო საერთოდ კინოს ისტორიაში. და ჩვენ უბრალოდ ამ თემასთან დაკავშირებით, ერთია რომ უსამზეროთ მის ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს და ჩვენ 23-ში კვირას, ჩვენ მასწავლებლებს და მაყურებელს ვინა უთხრათ რომ კვირას ჩვენ შევთავაზებთ ძალიან საინტერესო დოკუმენტურ ფილმს, რომელიც უშუალოდ ეხება და ეძღვნება ბატონო გოგი დოლიძეს, ჩოხოსანთა რაინთა დასის დას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსანთა რაინთა დას და ავტორებისგან ჩვენ მივიღეთ ეს ფილმი და კვირას 23 ნოემბერს აუცილებლად გავა ეს ფილმი და ამით ჩვენ დამოკიდებულება, ჩვენი სოლიდარობის სტუდიის ჩვენ დამოკიდებულებას ასეთი ადამიანების მიმართ ყოველთვის გვექნება და უბრალოდ სამწუხაროა და დასანანია რომ რაღაცა ასეთი ადამიანები ხო არ შეიძლება რაღაცა კინოსთვის, ქართული ხელოვნების სფეროსთვის და ზოგადად ქართული საზოგადოებისთვის უდიდესი განაკლისია რომ რომ არა ჩვენ ახლა ჩვენ სტუდიას და ძალიან ისე აი სადღაც შორს გაისმა მხოლოდ მით უმეტეს როცა ადამიანი მართლა ყველაფერი ჩადო ქართული კინოსთვის, ქართული კინოს ისტორიაში, არა მარტო კინოს, ანუ ავიცი საოცარ წიგნს აკეთებდა და მე ვიცი ეს ბატონი კოტე მიქაძისგან რომ დაუღალავად, აი საკმაოდ ასაკში იყო, მაგრამ საკმაოდ ძიმე დაავადებაც ჰქონდა, მაგრამ დაუღალავად შრომობდა ზუსტად ქართულ საქმეზე. კი ბატონო. ამიტომ კვირას 23 ნოემბერს ჩვენ შემოგთავაზებთ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს და იმედი მაქვს რომ რამოდენიმე ადამიანს შევესწრებით რომ ჩავწეროთ თუ არა და მაინც ჩვენ ამას გავაკეთეთ ბოდიში რომ უბრალოდ ეს ოდნავ გადაყვა მქონდა. კიდევ ერთხელ უთანაგდობის ოჯახს და მეგობრებს და სრულიად ქართულ კინოსაზოგადოებას ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო, ვფიქრობ გადავიდეთ თემების განხილვაზე, მინდა პირველ რიგში შემოგთავაზოთ, რაც არის სიახლე დღეს გაიმართა ბატონ შალო პაპუაშვილის ბრიფინგი, მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ და რამდენიმე ინიციატივაზე იყო საუბარი, უბრალოდ ერთი, მე ვფიქრობ, ყველა საინტერესო ინიციატივა გამოვყავით, ცვლილება შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას, რამდენადაც მოგეხსენებათ, აქამდე პარლამენტის არჩევნებში, პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები მონაწილეობდნენ ადგილზე, საელჩოებში, საკონსულოებში, იხსნებოდა საარჩევნო უბნები, სადაც ამ ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ წინასწარ გაიარა რეგისტრაცია, შემდეგ მისულიყო და მიეცა ხმა. აი ეს წესი იცვლება შალო პაპუაშვილის განცხადებით და ამიერიდან არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც არჩევნების დღეს იქნებიან საქართველოს უშუალოდ ჩამოვლენ და აქ მიიღებენ ადგილს. მოხდეს არჩევნებში მონაწილეობა. თუ შეიძლება გავუშვათ ეს ვიდეო, მოვისმინოთ რა თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ და შემდეგ გავაკეთოთ განმარტებები. არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამორჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას,
ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ ინფორმირებულ არჩევანს. არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში, როგორც აქამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში. ეს ხო განცხადება მეგობრებო, რაც მოვისმინეთ ბატონი შალვა პაპუაშვილისგან, რა შეიძლება ითქვას? ეხლა პირველი რაც ადამიანს თავში აზრად მოგდის, როდესაც ასეთი ტიპის ინიციატივაზე იგებ, ეს არის ხომ არ არის შეუსაბამო ეს საქართველოს კონსტიტუციასთან. ვინაიდან კონსტიტუციით არის, როგორც მოიხსენებათ, საარჩევნო უფლება გარანტირებული და თუ სწორად მახსოვს, ეს არის 24 მუხლი კონსტიტუციის, სადაც წერია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს 18 წელს ზევით აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. იქვე არის მეორე პუნქტში ამავე მუხლის დადგენილი გამონაკლისი, რა შემთხვევაში ეზღუდება ადამიანს ეს უფლება და ასეთიც არის ორი გამონაკლისი, როდესაც ერთი სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს სასამართლო წესით აქვს შეზღუდული ეს უფლება, ან იმავე სასამართლო წესით თუ არის პირი აღიარებული შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე და ქმედუუნაროდ. ასეთ შემთხვევაში ხდება უკვე საარჩევნო უფლების შეზღუდვა. სხვა შეზღუდვის მექანიზმს არ ითვალისწინებს კონსტიტუცია. თუმცა აი როგორც პარლამენტის თავმჯდომარეც განმარტავს, ამ შემთხვევაში ქართული ოცნება თვლის, რომ ის არ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, ვინაიდან ამ ადამიანებს საარჩევნო უფლებას არავინ არ ხმევს, მათ უბრალოდ თუ სურთ ამ უფლების რეალიზაცია, უნდა ჩამოვიდნენ და ადგილზე მისცენ ხმა. უნდა ვთქვათ 2-20 სიტყვა ალბათ საერთაშორისო პრაქტიკაზეც ამ ხრივ და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი მსგავსი წესი მართლაც არსებობს, აი მაგალითად ჩვენს მეზობელ სომხეთში არის თუ სწორად მახსოვს, იგივე წესი ისრაელში არის ასე, დასავლეთ ევროპაშიც, ირლანდია თუ სწორად მახსოვს, იქაც არის მსგავსი კანონმდებლობა, ამიტომ ამ ხრივ ქართულ ოცნებას ალბათ და კონსტიტუციასთან შესაბამისობის ან საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის მხრივ მაინც დიდი პრობლემა არ ექნება. აქ ჩემთვის სხვა რაღაცა იყო უბრალოდ ცოტა უცნაური და თვალში საცემი არგუმენტაცია რა არგუმენტაციას ასახელებს პარლამენტის თავმჯდომარე რომ საზღვარგარეთ მყოფი ადამიანებიო ერთგვარად დეზინფორმაციის მიმართ უფრო მოწყვლადები არიანო ანუ იქ შეიძლება უფრო მეტად აურიოს ხალხს twin deep state-მა რა ჩვენ ეხა სამხმარებლო ენაზე რო გადავტარგმნოთ და ამის გამო ხდებაო იქ შეზღუდვაო ამ არგუმენტით ცოტა არ იყოს რთულია ჩემთვის გავიგო რომ რას ნიშნავს ესე იგი ჩვენ ვამბობთ რომ საქართველოს ხელისუფლება თulis რომ ქვეყანიდან თუ მიდის ადამიანი მას აღარ აქვს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ესპობა და ამიტომ ჯობია რომ საერთოდ არ მიცეს იქმა და ჩამოვიდეს და აქ მისცეს ან მეორე კიდე დაუშვათ და ეს ასეა დაუშვათ და ადამიანს მართლა twins ურევენ რომ მიდის საზღვარგარეთ თუ მაინც უტოვებთ აქ თუ ჩამოვა და მაინც აძლევს ხმას აქ რო ჩამოდის ესე იგი საქართველოს საზღვარს რო გადმოკვეთს ეს დეზინფორმაცია გაქრება და ისევ რაღაც საღჭვაზე დადგება და მე აქ ქართულ ოცნება შემოხაზავს თუ აი ვერ გავიგეთ ცოტა არათანმიმდევრულია ეს არგუმენტი თვითონ თორე კიდე ერთხელ ვამბობ ხა როგორც კონსტიტუციასთან ისე საერთაშორისო კანონმდებლობასთან აი კონსტიტუციის ნაწილში სხვათა შორის მე მაინც ადაოდ გავხდიდი რამდენად კონსტიტუციურია ეს სრულება მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ფორმალურად წინააღმდეგობაში არ მოდის საინტერესო იქნება ცოტნე მოვისმინოთ შენი აზრი რას შეიძლება დაუკავშიროთ მართლაც რაღაც დეზინფორმაციით გონებადაბინდულ ადამიანებს იცავს ამით ქართული ოცნება თუ რატო რა რეალური მიზეზი რა შეიძლება იყოს ლოგიკურად გვაქვს რაღაც ვერსია მოგესალმებით მევესალმები ჩვენს მაყურებელს კონსტიტუციის და როგორც დილეტანტი სამართლებრივად მე რასაც დავაკვირდი გამართულია იმიტომ რომ ხმის უფლება ნამდვილად არ იზღუდება ხო აქ ჩვენ თუ შეგვიძლია ვთქვა თუ რაღაცა დაბრკოლება შეიძლება ექნება ვიღაცას იმით რომ რაღაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკიდან რო გადაიპარა 10,000 $15 გადაიხადა და ეგ იქაც ვერ მისცემდა არალეგალებზე არალეგალებზე საუბარი ხო ანუ თუნდა არა ხო არის კაცო გერმანიაში მაგალითად ვინც არალეგალად იყო მახსოვს ხა ბოლო არჩევნებზე შეეძლოთ მის ხო არავინ ხელს არ უკიდებდა არ ხო ანუ ეგეთი გამონაკლისების დაშვება ხდება გადაგომდენ აძლევდა ეგეთი ხალხიც ხმას და ეხა ის რო აქ 20 წელიწადში ერთ-ერთი 20 წელიწადში ერთხელ არ ტარდება ეს საპარლამენტო გასაგებია 20 წელიწადში ერთხელ ტარდება თორე ისე ყოველ წელს არჩევნებია თითქმის რო დაიწყება ჯერ თვითმმართველობა მერე საპარლამენტო არჩევნები მერე შუა ნუ ხო ასე და ასე შემდეგ ხო ესე კიდევ ერთი და მთავარი ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც თქვენ გაამახვილებთ ყურადღება და რაც თქვით რომ რეალურად რა არის ამ ყველაფრის მიღმა ხო
ერთი რამ რაც ხალხად უნდა ითქვას არის ის რომ ჩვენ თუნდაც აგერ პოსტსაბჭოთა სივრცეში გვაქვს მაგალითები იმისა რაზეც ბატონ პაპუაშვილი რაზეც საუბრობს ხო ეს გარე ჩარევები და ზეგავლენები მოსახლეობაზე ეს რომ რეალურია ამის მაგალითი არის მაგალითად მოლდოვის რესპუბლიკა სადაც ეგეთი პარადოქსული სიტუაცია აქვს თითქმის ყოველ არჩევნებზე ბოლო რამდენიმე არჩევნებია რომ ოპოზიცია რომელიც არის ანტიდასავლურად განწყობილი ასე ვთქვათ mainstream დასავლური მედია ასე აღიქვამს ყოველ შემთხვევაში და ჩვენი ლიბერალები და პოზიცია რომელიც პროდასავლურია სანდუს მთავრობა ყოველ არჩევნებს ესე იგი სანდუ თბილისში მოლდოვაში უშუალოდ ქვეყანაში აგებს ქვეყნის შიგნით ამომრჩევლების პროცენტულ გადანაწილებას თუ ავიღებთ ხედულობაში, მაგრამ ქვეყნის გარეთ აი ემიგრაციაში მყოფი ხმების მყოფი ადამიანების ხარჯზე, ამომრჩევლების ხარჯზე ის ყოველ ჯერზე ახერხებს ხო არჩევნებში გამარჯვებას. შესაბამისად ის რომ რაღაცა ბერკეტები არსებობს ზეგავლენის მოხდენის არჩევნებზე ხო ეს ფაქტია. უბრალოდ აქ ყველაზე ცუდი რაც ყურს მომხვდა ახლა ბატონ პაპუაშვილის საუბრიდან და ზოგადად მე აი სრულიდან თუ რატომ უნდა წარმოაჩინო რომ აი თითქოს ეგეთი თავისწილება დამჩა რომ ამ ადამიანებს გონიათ სამწუხაროდ ეგ ალბათ ჩვენ ამაზე ადრე ვსაუბრობდით რომ როდესაც ეს პოლიტიკური ვერი მოსუფთავდებოდა რაზეც ჩვენ რა თქმა უნდა ვსაუბრობთ რომ ნაციონალურ მოძრაობა და ესენი უნდა აიგზავნოს და უნდა კი ბატონო იმიტომ რომ ეს არ არის რეალური ოპოზიცია რომელმაც რეალური პოლიტიკა უნდა შექმნას და ხელისუფლებას აიძულოს რაღაცა რეალური პოლიტიკა აკეთოს მაგრამ ის რომ თურმე ადამიანი რომელიც ემიგრაციაშია და ოცნებას არ უჭერს ხარს საღას არის მოკლებული აი ეს არის ძალიან ცუდი მესიჯ ბოქსი სახელმწიფოს მაღალი ჩინოსნისგან რომ ესე იგი ყველა ვინც განსხვავებულად ფიქრობს და შეიძლება იქ ყურთან მივიდეს და ოცნება არ შემოხოს ესე იგი დეზინფორმაციის მსხვერპლი ყოფილა ესე იგი საღად არ აზრუნებს და ესე იგი იმადა ეს არის ჩვენი სახელმწიფოს შეიძლება ხახაშია ჩავარდა აი ეგ დაახლოებით იგივე ნარატივი ქონდათ ხო მე შედარებით ბავშვი ვიყავი და ნაკლებად მახსოვს თქვენ უშუალოდ მონაწილეები ხართ შეენწდა მერაბიც რომ აი 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის ნარატივი რა იყო ხო ანუ თქვენ არ გესმით ბიზინა იქ სადღაც რუსეთში ფულები იშოვა და ეს უნდა და ის უნდა და თქვენ ეს არ გესმით და გატყუებენ და არ ზუსტად იგივე სიზაღდა ეს ხალხი მაშინაც რომ ესე იგი ის ნაწილი ვინც ქართულ ოცნებას მაშინ დაუჭერდა მხარს ეს იყო რაღაცა რუსული პროპაგანდის მსხვერპლი ხო ესე იყო რაღაცა FSB-ს ოპერაცია ჩაატარეს თუ რაღაცა იყო ეს მე კარგი საკანონმდებლო ცვლილებები მოდი ამ ხალხს ეხლა მისულება შეუჩერო არ გაუკეთებია ძალიან იმიტომ რომ ვერ შეძლო თორე ხა ძალიან კარგადაც გააკეთებდა განსხვავება დღევანდელ ხელისუფლებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ეგ არის ეგ იყო და ეგ არის რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნას დიდწილად განაპირობებდა საგარეო აქტორების როლი როდესაც დადგა ისეთი ვითარება რომ რაღაცა ეს საგარეო აქტორები შეთანხმდნენ იმაზე რომ უკვე ნაციონალური მოძრაობა მიშა და მის პოლიტიკა რასაც მიშა ატარებდა ხო თქვენ ხო გვახსოვს რომ გადაწყობასა და მან ბოლოს რაში გამოიხატა ეს მხოლოდ სიმბოლური აქტი არ არის და მარტო იმისთვის კი არ იყო რომ ვიღაც ტურისტები შემოიყვანა იქ ლარსთან რო დგება და ღვინის ხელში რომ რუს ტურისტებს ხვდება ამას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა მაშინ და მიშამ სცადა შემოbrunება იმიტომ რომ მიხვდა რომ სხვა პოლიტიკის დრო მოდიოდა გესმის მოდიოდა იმ პოლიტიკის დრო რაც მე უკრაინაში გააკეთეს ანუ ეს რაღაცა ცენტრი დაწოლის გადავიდა სხვაგან ამას მიხვდა და ცელობა ჰქონდა უბრალოდ მიშა ყველანაირად მიუღებელი ფიგურა იყო და მას შემოbrunების ის არ ქონდა რა წერტილი და დარჩენილი აღარ ქონდა ხო და იმის მინდა რომ იმისგან განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლება პრივილეგირებულია ჭალებში იმით რომ არ არის დამოკიდებული ნაკლებად არის დამოკიდებული საბოლოო ჯამში მაინც დამოკიდებულია რა თქმა უნდა მაგრამ ბევრად ნაკლებად არის დამოკიდებული საგარეო აქტორებზე ეს ერთი და მეორე ის სამართლიანადაც კიდევ ერთხელ მეორე ნაციონალური მოძრაობა და მისი რაღაცა გაგრძელებები რომლებიც ქვეყანას არყევენ ხო უკვე მე რამდენი წელია სამართლიანად იგზალება და განადგურდება პოლიტიკურად ხო თუმცა ამან როგორ ჩანს ხელისუფლებას გაუჩინა ის ამბიცია რომ ნებისმიერი განსხვავებული აზრი ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში ეხლა რასაც საუბრობს რომ თუ ადამიანი თუ ქართულ ოცნებას არ ეთანხმება რაღაც ემიგრაციაშია ქვეყანაშია თუ სადაც არ უნდა იყოს თუ არის ეს რო იყოს ხო ის არ ნიშნავს ეგ აპრიორი რომ არა აპრიორი იმას არ ნიშნავს რომ ის არ არის საღაზე ან დეზინფორმაციის მსხვერპლი აი ეს არის ყველაზე ცუდი რაც გეთანხმებით ცოტნე და შენ ამბობდი რომ ზეგავლენა არ არის გამორიცხული იქ
ზეგავლენა ეს არ არის უკანონო კაცო რა თქმა უნდა, კი. ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში, როდესაც პოლიტიკური პარტია რო გამოდის და ამურჩევს ესაუბრება რომ მე ამას გავაკეთებ და მე ამას ვიზავ და რაღაც ეს ზეგავლენის ფორმაა, ხო? მაგრამ ამაში უკანონო არაფერი არ არის. ამ შემთხვევაში ბატონმა პაპუაშვილმაც და ქართულმა ოცნებამაც უნდა დაგვისაბუთოს რომ რაიმე უკანონო ზეგავლენასაა აქ ადგილი ვიღაცას მოსყიდვა ხდება, ვიღაცის დაშინება ხდება, რაღაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება, რაიმე ეს თუ ხდება, მაშინ კი გავიგეთ, მაგრამ ეხა იმიტომ რომ იქ ეხა ნაცები მოატყუებენ ადამიანს და ის მერე ჩვენ აღარ მოგცემს ხმას, ამიტომ მოდის არ შევზღუდოთ იქ ხმის უფლება. ცოტა უცნაურია, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მინდა ლოგიკურ იმას რომ გავყვეთ, უბრალოდ მიჩევსაც ვიტყვი და მე კი ბატონო რაც გაქვთ მომზადებული ლოგიკურ იმას გავყვეთ. ნუ მე ძალიან ყველაზე ჭეშმარიტ ლოგიკას გავყვები თუ რატო გაკეთდა ეს ამ შემთხვევაში. კი ბატონო, იურისტი ხარ და გადაამოწმე კიდევაც არამე თერამდე შემოვიდეთ რომ ეს არ არის რაღაც ანტიკონსტიტუციური, კი ბატონო, მაგრამ ძალიან ლოგიკური ახსნა აქვს ამას ქართული ოცნების მხრიდან. რატომ ემიგრანტები? ჩვენ ვიცით ისტორია და იციან მათაც ძალიან კარგად ემიგრანტების მხრიდან და განსაკუთრებით ემიგრაცია, რომელიც იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს არის, ევროპულ ქვეყნები ვიცით, რომელიც არის, ამერიკის შეერთებული შტატებია. არ ვიცი, ალბათ დიდი ხნის განმავლობაში ქართულ ოცნებას ემიგრანტებში, ვინც იქ არიან ლეგალური ემიგრანტები, სამწუხაროდ არალეგალურად ვინც არის ისინიც, მე კარგად ვიცი გერმანიის მაგალითი, არავინ არ აყავთ იქ მომხრე ქართულ ოცნებას. მაგრამ ყველაზე დიდ ლოგიკაზე რომ წავიდეთ, ეხა იქ ერთი რაღაც არ მომეწონა რომ, ანუ ჩემთვის კითხვა ბადებს რომ მაგ ლოგიკით აქ ვინც ჩამოვა და ჩვენ ვიცით რომ ემიგრანტებს უჭირთ ჩამოსვლა, კონკრეტულად არჩევნებს, ის კი არა მეტიც თენგო. ბერლინში ჩასვლაც უჭირთ ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ვიცით ხანდახან არჩევნები ინიშნება. ხო, იმიტომ რომ ეხა იქ ყველა მუშაობს, იცით როგორც რაც არის და ეხაც კი უჭირთ. ის კი არა რომ აქ ჩამოვიდნენ. მაგრამ მაგ ლოგიკით ეხა როგორც ბატონმა პაპუაშვილმა თქვა, ნუ ლოგიკას რო გადაუხიო და თქვა, აი, მყარის არგუმენტია, რომ ისინი რაღაცა გავლენას აქ თუ ჩამოვიდა რა, აქ რატო ვერ მოახდენს გავლენას, ისევ იმ თავის ნიშაში, მოდი თქვა, ნაცები, ხო, კოლექტიურია თუ ცალკეა, მაინც მოახდენა. მაგრამ მე ალბათ ლოგიკურად გონია და მე ვფიქრობ, რომ ალბათ ყველაზე ესეთი მყარი ლოგიკა არც არაფერი დანაშაული არ არის ამაში და მით უმეტეს პოლიტიკური PR კამპანიაც როცა არის, ერთ-ერთი ნაწილი ის არის, რომ ძალიან მარტივად გადაწყვიტეს, რომ მათ კიდევ ერთხელ ხელი შეეშალოთ, რომ ვერასოდეს ბოლო დროს მით უმეტეს, მე როგორც ვიცი, არ ვიცი. სტატისტიკა უეჭველი რაც არსებობს, ვიცი რომ აგერ აჩვენებთ ჩვენ მაყურებელს, მაგრამ პრობლემაა რომ ემიგრანტებისგან და კონკრეტულად ნაციონალიზმი, ესე ვთქვა, ნაცები და მიშისტები საკმაოდ ბევრნი არიან იქ, საიდანაც მოდის ეს პრობლემა იმ ემიგრანტებში, ხო? ლეგალურ ემიგრანტებში. ეს არის ის რომ ისინი ხმებს ვერ იღებენ. ნუ ესეთი ლოგიკა ამობეხა ამის გამო საკანონმდებლო ცვლილებები არის მეთქი, ეს იდეა არის თვითონ ანტიკონსტიტუციური, რასაც შენობა. თვითონ ფორმალურად ეგ არ არის ანტიკონსტიტუციური, რასაც აკეთებენ. აქ აი კონსტიტუციასთან კი არ არის წინააღმდეგობა, უბრალოდ აი ტენდენცია მაგალითად სკანდინავიის ქვეყნები თუ სწორად მახსოვს ეგენი გახდნენ პირველი რომლებმაც ჩაატარეს სრულად ელექტრონული არჩევნები რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ როდესაც დანიაში კონკრეტულად ეს მოხდა როდესაც აი ზედმეტი პროცედურების გარეშე პირდაპირ ინტერნეტით შეეძლოთ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან დანიის მოქალაქეებს ხმის მიცემა ეს რატო გაკეთდა მაშინ რომ ყველა სახელმწიფო დემოკრატიული სახელმწიფო ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა მისცეს მის მოქალაქეს სადაც არ უნდა იყოს ოღონდ ის ჩაერთოს არჩევნებში ოღონდ მან მიიღოს არჩევნო პროცესში მონაწილეობა რომ ეს არის ლეგიტიმაციის წყარო ხო გასაგებია ნებისმიერ პოლიტიკური ჯგუფისთვის და ჩვენ ეხა მივდივართ არა მაგ გზით რომ რაც შეიძლება ადვილი იყოს არჩევნებში მონაწილეობა არამედ პირიქით რაც შეიძლება ძნელი იყოს არჩევნებში მონაწილეობა რომ საბოლოო ჯამში მხოლოდ ქართული ოცნებას იმიტომ რომ ეგ არის მსხვილი პარტია მაგას აქვს რესურსი მობილიზაციისას და ორგანიზებისას იმ პროცედურების გავლისას რაც არის რომ მის მამრჩევმა შეძლოს ადვილად და ვიღაცა თუ არის ქვეყნის გარეთ იმას თქო რომ მიატოვე სამსახური, აიღე რაღაც ბილეთები, გაწიე ხარჯი, ჩამორი ხული აპრიორში იცი არ ვე შეუძლებელია. მოდი გავუშვათ ის რაზე ჩვენ საუბრობთ. კიდევ ერთი ლოგიკა, მაგალითად აი ახსენე რომ შენ თქვი რომ რა შუაშია, ესე იგი ადამიანი რომელიც ხო, რა დეზინფორმაციის და დეზინფორმაციის წყარო და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით რომ პატიმრებიც აძლევენ, ხო, ვისაც ჯერ არ აქვს მიჯილი ხმა. რამდენი პატიმარი ვიცით, აქ არიან და იქაც რა ყველა ხო არ აძლევს არა უცნობას. მაგ ლოგიკით შეგვიძლია რა იმათ ხო აქვს ზუსტი ინფორმაცია, ისე ხო საქართველოში არიან და ციხეებში ხა ეს ტელევიზორის თემა ძალიან ცნობილი გახდა ამ ბოლო ორი დღე, მაგრამ მართლა არის, ბოლომდე აქვს ინფორმაცია ყველაფრის.
ტელევიზორი, გაზეთის საშუალება და ასევე რა თქმა უნდა ადვოკატთან ურთიერთობა. მაგ ლოგიკით მაშინ იქ რა დეზინფორმაცია იქ რატო არ შედის. მაგრამ ისევ და ისევ მყარი ლოგიკა არის ის რომ ნუ გაგიკვირდებათ. ამას მიშა სააკაშვილი ხო არასოდეს არ გააკეთებდა. რატო? იმიტომ რომ მუდმივად იცის რომ მას ყავდა მუდმივად ის გამომრჩეველი. ეს ხო რუსეთზე ხო არა, რუსეთში საერთოდ რო არ იხსნება საერთოდ ხო ხდებით. ესეც ხო ვიცით. ამას კიდე რა მეორე მხარე რა აქვს. თუმცა იქაც არანაკლები არიან მიშის ფედერაციონა, მაგრამ ნუ ეხლა მე მაგალითად არ მიკვირს თენგო, არ მიკვირს იმ ადამიანების მხრიდან და ხელისუფლებაში დღეს ქართული ოცნება ეს გააკეთონ, როდესაც საკუთარი საერთაშორისოშიც კი, თავისივე დანიშნულებაშიც კი და თანამშრომლებიც კი ხმას უარასდროს და რომ ჩამოგივა ამერიკის შეერთებული შტატებია თუ არ ვიცი რომელი ქვეყანაა, ხო? ჩამოგივა 5, სადაც შენივე დანიშნულებას არ აგირჩია არ მიკვირს რომ ეს გააკეთონ დემოკრატიის ეხლა თავის თავში ეძებონ პრობლემა კანონმდებლობის სრულება მაგის ანტიკონსტიტუციური ეს მართლა ის არის აი სიგიჟეში გადაგვივა მაშინ რავი ჰოლოკოსტივით მოვაწოთ აი მიშისტები ვინც არიან ქუჩაში რავი ევის დავაგრა და არჩევნებში მონაწილეობა აუგზავნოთ რაღაცა მაღაზიებში შესვლა აუგზავნოთ კონკრეტულად იქამდე მივა ამის კეთება არის მოძრაობის საერთოდ აკრძალვაზე და მოძრაობა აკრძალავს მაგრამ ადამიანი ვინც მაგას უჭერს მხარს ეხლა ვიღაცა მიშა რო იგზალება მივესალმები კიდევ ერთხელ ვიძახი მიშა არის ამ ქვეყნის რაღაცა აჯანჯღარებს და არყევს ამ ქვეყანას ამდენი ხანია ხო კი ბატონო მაგრამ ვიღაცა რიგითმა ქართველმა ჩვენისთანა ქართველი კაცო შეიძლება ჩვენზე და არანაკლებ უყვარს ეს ქვეყანა ხო განსხვავებულად უყურებს უბრალოდ ეხა მესმის არ ვეთანხმები ბევრ რაღაცაში მაგრამ განსხვავებულად უყურებს ეს კაცი მაგრამ ამის გამო რო ეხა რომ მიშა ახალ მოსწონს მაგალითად ჩემი ოჯახის წევრი რომელიც გერმანიაში ხოზე გერმანიის მოქალაქეა რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა ეხა გერმანიამ დართო თვითონ მართლა ვიცი რომ აიჩევს მიშას არასოდეს მაგრამ იმასაც ექნება პრობლემა ხო და იმიტომ რომ მაგალითად შეიძლება ანუ ესენი ამბობენ ეს არის სეგრეგაცია აი მაგ ლოგიკა ეგ არის კი ბატონო ფაქტი ეგ არის ჩემი ოჯახის წევრს პრობლემა ექნება იმიტომ რომ ვერ აძლევს სრულად ოცნებას ხმას ვერ მიცემს ეხა ამის გამო ვერ ჩამოვა იცი რა არის მე მაგაზე არ ნერვიულობ ეგ არის მაგრამ მაგ ლოგიკით ეხა თუ ჩვენ ვამბობთ რომ დეზინფორმაციის მსხვერპლი ვინც არის იმას უნდა გაურთულოთ არჩევნებში მონაწილეობა რა ვიცი ამოვიღოთ მაშინ მოდი საარჩევნო რუკა სად რამდენი ხმაა ქართულ ოცნებას მიღებული და პირობითად მაგალითად წაგებულია სამეგრელოში ყველაზე დიდი პრობლემა რო აქვს და ამიტომ თქვა რომ მოდი ზუგდიდში არ გავხსნათ საარჩევნო უბანი ნაცებს აძლევენ ხმას დაისვენებთ არა მე საერთოდ მგონია და ამას კომპლიმენტად ვიტყვი ყველა მეგრელის მისამართით რომ საქართველოს პოლიტიკური დედაქალაქი სინამდვილეში არის ზუგდიდი ზუსტად და სამეგრელო არის აი ამ ხრივ ნამდვილად პოლიტიკური გული ქვეყნის რომ იქ როგორც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ეს რეგიონი და იქ არსებული განწყობები ისტორიულადაც ტრადიციულადაც ჩვენს ქვეყანაზე და იმას კი არ ვამბობ ამას ცუდად პირიქით რომ ეხა ქართულ ოცნებას თუ იქ უჭირს არჩევნები მოდი იქ ნუ ჩავატარებთ არჩევნებს აი ეს ლოგიკა არ მოწონს ამის აილუსტრაციოდ მე მინდა საზოგადოება შევთავაზო და თქვენთვისაც საინტერესო იქნება ქართული ოცნების პირობებში ჩატარდა 3 საპარლამენტო არჩევნები ხო 2012 წარფლის ნაცებმა ჩაატარეს 2016 2020 2024 არჩევნები ჩატარდა აქ საუბარი არის საპარლამენტო არჩევნებზე, ნახოთ საზღვარგარეთის უბნებზე რა შედეგები აიღო ქართულმა ოცნებამ. 2016 წელს მათ ჰქონდათ 40%, 60 აიღო მაშინ ოპოზიციამ, ეს დაიკლო 2020-ში, ხედავთ 29%-მდე და 2024-ში ბოლო არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ აიღო 13%. ყურადღება მიაქციეთ გვერდზე უწერია ჩვენს მიერ დამზადებულ გრაფიკას ამომრჩეველთა რაოდენობებიც. თუ საზღვარგარეთ ხმას აძლევდა 2016 წელს დაახლოებით 5000-6000 ადამიანი, 2024-ში ეს მონაცემი გაზრდილი არის 34000 ადამიანამდე და ამ პირობებში 30000 ხმამდე მიიღო ოპოზიციამ და მხოლოდ 4000 ზე ცოტა მეტი ხმა მიიღო ქართულმა ოცნებამ. ვფიქრობ რომ ეს მაჩვენებლები არის რეალურად იმისი რეალური მიზეზი რატომაც ქართულ ოცნებას განსაკუთრებით ბოლო არჩევნები აი სწორედ ამ განსაკუთრებით ბოლო არჩევნები ძალიან კარგია რომ ესეთ გრაფა გამოვიდა და ანუ მოსახლეობასაც ზუსტად ხონეს ანუ ისიც რასაც მე ვსაუბრობ ხო ლოგიკა რომელიც გააჩნია კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება არ არის კონსტიტუციის დარღვევა, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ეს არის მათი მყარი ლოგიკა. სწორედ ბოლო არჩევნებმა განაპირობა ისიც და მე მგონი თუ არსებობ ბოლო არჩევნები იყო, სადაც ქართულმა ოცნებმა საკუთარ დანიშნულ საელჩოში, კი ბატონო, რომელიღაც საელჩოში ავსტრალიაზე იყო თუ რაღაცა არის საუბარი. საერთოდ ყველა თანამშრომელმა ერთი ხმა არა ეს ძალიან დემოკრატიულია. ვინ ამბობს რომ არ არის დემოკრატიული? მაგრამ ალბათ ამან განაპირობა, თორე ის რომ ჩვენ იგივე ჩემი მაგალითად გითხარით, ხო?
თუ მათ გონიათ რომ მარტო ხა მიშისტებს და იმებს გძალავენ, აი ხა ჩემ მაგალითად ვიღაცამ შეიძლება თქვას, არა, მაგრამ რატო ერთი ხმის ხმაც ხო ეს არის? ჩემი ოჯახის წევრის შემთხვევაში, რომელიც არ აძლევს სააკაშოს ხმას და არც ასოებს არ აძლევდა და არც მისცემს არასოდეს, მაგალითად მას პრობლემა შეუქმნეს, თავიანთ შეიძლება თავაზე არ ნერვიულობს ქართული ოცნება, იმიტომ რომ 10 ერთზე არის ეს არის სიმართლე, კი, ერთ თუ ჩვენ დავკარგავთ არც ოპოზიცია. მოკლედ და ხა ნუ ჩვენ ბუნებრივია რა თქმა უნდა, სხვადასხვა და რაციონალურ მსჯელობაში ეს ასეა. თავარია რომ ეს ისე დამთავრდეს. ზოგადად ისე იყოს რომ მართლა რაღაც არ ჩამოყალიბდეს რომ ჩვენ საბოლოოდ გვინდოდეს და ვებრძოდეთ მართლა რაღაცა ცხათავიან დევს, უცხოს და ბოლოს რაღაცა ისეთ თავი მოჭერას. ნებისმიერმა ხელისუფლებამ ვინც არ უნდა იყოს, ასეც საზოგადოების ის ნაწილია, რომელსაც ჩვენ არ უნდა რაღაც კიდე ღირებულებებზე დგას. ჩვენ არ უნდა დაგვიმართოს ის ალბათ საბოლოო ჯამში, რაც სხვადასხვა ეტაპზე ბევრ სახელმწიფოს დაემართა და აი რაღაც ეს ზღვარი სად მთავრდება ადეკვატურობა და სად იწყება სიგიჟე, აი ეგ ზღვარი არ უნდა დავკარგოთ, აი შენ სწორი თქვი, ეს არის პოლიტიკური ნიშნის სეგრეგაცია საბოლოო ჯამში და აი 1935 წელს ნიუნბერგში მიიღეს ესეთი კანონი, ნიუნბერგის აქტი ქვია ამას, რომლითაც მაგალითად მაშინ დაავალეს თავი და მხოლოდ მარტივი რამ ებრაელებს, რომ თქვენ აი უნდა სამკლაურები ატაროთ. მე ნელ-ნელა შეეზღუდათ იქ სკვერში დაჯდომის უფლება, მე საერთოდ ქუჩაში გამოსვლის უფლება და ბოლოს კი ვიცით რითიც დაამთავრდა, ხო, ეს ყველაფერი 38 წელი ბროლის ღამე, სადაც დაამსხვრიეს, დაამტვრის რეები უქნეს ებრაელებს და გადაიზარდა ჰოლოკოსტში, ეგ ყველაფერი ხა. ამ მე ძალიან შორს ვარ იმაზე, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, უკვე არც ისე ილუზიად ჩანს ეგ, მაგრამ აქამდე არ მივა ჩვენი საზოგადოება, მაგრამ ამისი ნიშნებს ხედავ რომ ეხლა ვინც ჩვენ არ გვაძლევს ხმას ამიტომ ის დეზინფორმაციის მსხვერპლია და მოდი გავურთულოთ არჩევნებში მონაწილეობა, ჩემთვის ეს არ ვიცი, ცოტა უცნაურია. მაგრამ რა თემას ეხლა შენ ახსენე, რა ზღვარზე შენ საუბრობ, აი საკითხი რომელზეც ჩვენ ვიწყებთ ლაპარაკს, აი ეს მართლა არის ეს მართლა არის საინტერესო. საუბარი, რასაც ჩვენ ახლა დავიწყებთ, საუბარია ეგრეთ წოდებულ, ნუ ესეა მონათლული უკვე დღეს პოლიტიკურ არა მხოლოდ პოლიტიკურ მედიაში, არამედ ზოგადად აი საერთოდ საქართველოს რეალობაში აი ეს არაბიზაცია თუ ევროპიზაცია. აი ეს მართლა არის ზღვარი, სადაც თუ სახელმწიფომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დავიწყებთ ამ თემაზე საუბარს, არც ერთი მხარე არ ვიქნებით კონკრეტულად რაღაცას იმაზე, რა ქვია, აი ერთი მხარის მომხრე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიწყებ საუბარს. აი ეს, რაც ჩვენ ბოლოს ახსენე, ეს თემა და ზოგადად ესეთ საკითხები ჩვენი ტიპის ქვეყანაში ყოველთვის არის საბოლოოდ ზღვარი თუ სწორად არ იქნა გავლილი და სახელმწიფო თუ არ იქნა მოწოდების სიმაღლეზე და ეს ზღვარი არ არის. ამ ზღვარს რაღაცა მარი ბეწვის ხიდი დაიწყოს ის მღელვარება, რაც საერთოდ არასწორი იქნება და ვერ დამთავრდება კარგად. ეხლა რა მნიშვნელობა აქვს? მე დამთავრებას სუდად იმას კი ვეძახი, რომ ვიღაც ინვესტორი არაბი აღარ შემოვიდეს და წავიდეს. მაგრამ აქ დაიწყება, ცუდი პროცესები დაიწყება აქ, იმიტომ რომ ის თუ ისე დამთავრდა, რომელიც ხელისუფლებას, რომელსაც რაღაცები დამალული აქვს, ისე არ გაკეთა, მე შიგნით დაიწყება რაღაცებს, არის თავის უკურიაქცია გუნდში, რაც მე შეიძლება რაღაც რიგით ჩვეულებრივ ყოფაზე აისახოს და ვიღაც გამწარებულმა ვიღაცა, ვისაც ჩაუვარდა რაღაცა თქვათ დიდი ლუკმა არის თუ რაღაც თავის საომავლო გეგმები, რაღაც სადღაც სოფელში, ხო, და რაღაც ბარში არ მთაში რიგი ჩვეულებრივ მაგრამ მყარ მდგარ ოჯახზე არის მოქმედო და საქართველოს თუ საქართველოს მოქალაქეზე არის მოქმედო. აი ეს ნაწილი რაც ჩვენ ლაპარაკს ვიწყებთ. ეს მართლა არის ბეწვის ხიდი, სადაც ყველა ნებისმიერ შემთხვევაში მზად უნდა იყოს ხელისუფლება, რომ საზოგადოებას მით უმეტეს აი მღელვარების ფონზე რაღაცა ემოციური მე არ მომფიქრ რაღაცის, მაგრამ აუცილებელია სახელმწიფო ამ დროს იყოს ყველაზე ორიენტირებული თავის მოქალაქეზე. ნამდვილად გეთანხმები მე რა, ალბათ საინტერესო იქნება ამ ხრივ მოვისმინოთ ის პოზიცია, რომელიც გუშინ გაავრცელა სამთავრობო მედიამ, საუბარი არის ირაკლი კობახიძის განმარტებაზე. მცირე მონაკვეთი ამოვიღეთ ალბათ ყველაზე უფრო ისეთი მყარი არგუმენტი სადაც ჩანს ამ შემთხვევაში მათემატიკური პირდაპირ არგუმენტი სადაც ჩანს პრემიერის სიტყვებში და მოდი მე ჩვენი მოსაზრება გავცვალოთ რამდენად არის კონკრეტულად ეს მტკიცებულებაც მაგალითად მტკიცებულება და თქვა თემა რაზე ლაპარაკობ ხო ზოგადად საუბარი არის რა თქმა უნდა არაბულ ინვესტიციაზე ის რაც ბოლო პერიოდში ჩვენი საზოგადოებისთვის გახდა ყველაზე უფრო ღელვარების გამომწვევი, ასე ვთქვათ, თემა. ვნახოთ, რას პასუხობს აი ამ მხრივ ირაკლი კობახიძე ამ თემაზე დაწყებულ დისკუსიას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საქართველოში არ შენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული ევროპული ტიპის განაშენების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ.
სულ გათვალისწინებულია 16000 საცხოვრებელი სახლისა და ბინის შენობება. უცხოურ ქვეყნის მოქალაქეებმა აქედან 60%-იც რომ მიყიდონ, ეს ნიშნავს, რომ მათზე სულ 9600 ბინა გაიყიდება. როცა გასული 4 წლის განმავლობაში უცხოელებმა საქართველოში 60000-ზე მეტი ბინა შეიძინეს. ამას კი საქართველოსთვის არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ შეუქმნია და არც შექმნა. ეს იყო პრინციპში ალბათ ჩვენ მაყურებელმაც და საზოგადოებელმაც ნახა გუშინ, იმიტომ რომ მათ შორის სოციალურ ქსელში სამთავრობო მედიაზე ძალიან აქტიურად ტრიალებდა ეს ვიდეო, სრული ვიდეო არ არის, რა თქმა უნდა, და მხოლოდ მცირე ნაწილი იყო, სადაც ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთლიანად ამ კომპლექტის ფარგლებში რაც უნდა აშენდეს, აშენდება დაახლოებით 16000 ბინა. აქ მე ცოტა სხვათა შორის სხვა ტიპის ინტერპრეტაციას ვნახეთ, 16000 კორპუსი ხო არ შენდებაო და ეს გამოდის 2 მილიონამდე მასშტაბელი, არა, რა თქმა უნდა, 2 მილიონი ბინა რო შენდებოდეს საქართველოში, ეს მართლა გააიაფებდა მე ბინების ფასებს, ჩვენ შევძლებდით. იმ ბინების ყიდვას არ იქნებოდა პრობლემა. ამ შემთხვევაში ეჩუქა კიდევაც. კი, 7 ლარად იყიდი სამოთახია მე 2 მილიონი ბინა ერთად რო აშენდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში არის საუბარი 16000 საცხოვრებელ ბინაზე, ანუ არა 16000 კორპუსზე. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ 16000-ის 60%-ო არის 9600 ბინაო და აი თუნდაცო რომ მართლა ეს 60% სრულად აითვისოს უცხოელმა რეზიდენტებმაო, ასე შემთხვევაშიც აი დაახლოებით 9600 ბინა და უცხოელი დაგვემატებაო. და ეს იმ ფონზე, როდესაც წინა 4 წლის განმავლობაში 60000 ბინა არის მაგალითად გაყიდული და ამას დრამატული სურათი არ შეუქმნიაო ქვეყანაში, რაღა ეს 9000 კაცი შექმნისო დემოგრაფიულ პრობლემასო. ამას იძახის პოპულარულ ენაზე რო ვთქვათ. ეს პრინციპში ჩემთვის არის მათემატიკურად ალბათ სრულიად სწორი და გამართლებული არგუმენტი იმ გაგებით, რომ ეხლა მართლა 9000 ბინა არ არის ის მასშტაბი, რაზეც შეიძლება გარკვეულწილად წარმოდგენა ქონდა თავიდან, ხო, საქართველოს მოქალაქეს, რომ 100000-ობით ადამიანი შემოსვლა ხდება, ეს პრობლემა არ დგას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ხო საუბრობთ არა და არასწორია, ამიტომ ჩვენ რიცხვებით დაგვამშვიდა ამ შემთხვევაში. ხო, მაგრამ აი ამ შემთხვევაში იმიტომ ვამბობ, რომ სწორი არგუმენტები არის ხოლმე საჭირო, მათ შორის აი ამ დემოგრაფიულ საკითხზეც როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენთვის არ შეიძლებოდა და არ შეიძლება პრობლემად დავსახოთ მხოლოდ აი კონკრეტულად ეს პროექტი. ჩვენ ხო ამაზე არ აქვს საბოლოოდ პრობლემა, რომ კონკრეტულად ეს Eagle Hills-ის პროექტი რატო ხორციელდება და აი კონკრეტულად ეს პროექტი დააყენებს ქვეყანაში დემოგრაფიულ კატასტროფას. ჩვენ საუბრობთ ტენდენციაზე, რაც ქვეყანაში, აი იგივე ის ციფრი, რასაც ასახელებს ის რიცხვი ბატონი ირაკლი, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 60000 ბინა არის თურმე უცხოელებზე გაყიდული და 60000 უცხოელი ფლობს აქ მხოლოდ 4 წლის განმავლობაში უძრავ ქონებას, ეხა ეგ ტენდენცია გვაჩვენებს ჩვენ, რომ ხდება ქვეყნიდან გადინება ქართული მოსახლეობის და ხდება უცხოელების შემოდინება. თორე კონკრეტულად ეს პროექტი რო ეხა არ არის მაინდამაინც იმ მასშტაბის რომ ამან გამოიწვიოს, აი მარტო ეს პროექტი გამოიწვიოს გარდამტეხ ცვლილებებს დემოგრაფიაში, ეს გასაგებია რომ ასე არ დგას. მაგრამ ხალხის უკმაყოფილებას ხომ მხოლოდ ეს პროექტი არ იწვევს. ხალხის უკმაყოფილებას იწვევს აი ეს იმიგრაციის გაზრდილი ტალღა, რომ უცხოელები შემოდიან, აშენებენ აქ სახლებს, ცხოვრდებიან აქ, ხოლო ქართული მოსახლეობისგან იცლება ქვეყანა და მხოლოდ აი ესე დავიწროება და ამ პროექტამდე დაყვანა ალბათ აკეთა ფლანგის ჩვენი მხრიდანაც არასწორი არის, რომ აი კონკრეტულად Eagle Hills-ამდე დავიყვანოთ აი ეს დემოგრაფიის პრობლემა და მით უმეტეს არასწორია მე ჩემი აზრით ხელისუფლების მხრიდანაც, რომ აი ამ ყველაფერს და ამ შიშებს და ამ მღელვარება საზოგადოებაში პასუხობს აი ესეთი ჩემი აზრით გამარტივებული და გაპრიმიტივებული მეთოდით, რომ არა ხალხო არ ინერვულოთ 10000 აფრთხილოთ საუბარი. უბრალოდ აი თუ შეიძლება რომ თქვა აი პირველი არგუმენტი რაც მინდა თქვა, ანუ ჩემთვის და მოდი ჩვენთვის. ჩვენ ვართ ახლა პირდაპირ ეთერში, რომელსაც უყურებს საზოგადოების რაღაც ნაწილი, როგორც ინტერნეტში, ასევე ორივე ტელევიზიაში, თავისუფალი არხი და სამეფო არხზე და ჩვენ საუბრობთ მე ამ შემთხვევაში კონკრეტულად დავიცავ პოზიციას მოქალაქეების. გუშინ დავბრუნდი გვიან ვიყავი მაგალითად ხარაგაულის რაიონში, ულამაზესი კუთხე, ულამაზესი ადგილია, სადაც კი შევედი. ბენზინგასამართ სადგურზე გავაჩერე თუ აი რაღაცა სადაც ადამიანების შეკრების თავშეყრის ადგილია, სასურსათე მაღაზიაში თუ ისე უბრალოდ დავდეკი და ხალხს დაველაპარაკე, ვინც კი მიცნოდა, დაგვინახა და დამინახა და წამოვიდა ჩემსკენ, ნომერ პირველი საკითხი დღეს საზოგადოებაში მღელვარების კუთხით არის ეს. რა ხდება, რას გვიშვებიან, გაგვაგებინეთ რა ხდება, რატო შემოდიან ამდენი არაბები ასე შემდეგ. მოდი ერთი რამე ვთქვათ ამ ვიდეოს და კონკრეტულად ირაკლი კობახიძემ რადგან განმარტება გააკეთა და რადგან ისე თავიდანვე ამბობს, რომ იცით რა არის, მე მინდა გავაცნო იმ საზოგადოებას, რომელიც შეიყვანეს შეცდომაში, რადგან იწყებს უკვე ამაზე საუბარს, რადგან ეს ნეიროლინგვისტიკა ჩაითო, ეს უკვე კარგ რაღაცას ნიშნავს, რატო? ესე იგი საჭირო გახდა და მას
მან ამ შემთხვევაში სწორად უთხრეს და სწორად ხვდება, რომ ამ საკითხს შეიძლება ამ საკითხზე დაიწყო მღელვარება და ამ საკითხს შეიძლება მოყვეს ისეთი მღელვარება, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები თავისი პოლიტიკური კარიერა ამ შემთხვევაში შეეწიროს. მე არ ვამბობ, რომ ის დამსახურებით შეეწიროს, პირიქით შეიძლება სრულად დაუმსახურებლად შეეწიროს, იმიტომ რომ მღელვარებას მოყვა ისეთი შედეგი, რომ მთავრობას ამ შემთხვევაში და არავის ხო არ გადადგება, ან არავის ხოს არ გადააყენებენ, თუ რამეა გადააყენებენ მას. რადგან ის იწყებს ასე საუბარს, კი ბატონო, ეს ნომერ პირველი პლუსი ჩემთვის ეს არის. ესე იგი, ხვდებიან, რომ ეს არ არის მარტივი საკითხი. თავიდან ბოლომდე გეთახმები, რასაც შენ თუნდაც ამბობ, რომ არ შეიძლება, რომ გინდა თუ არა არაბიზაცია და ქვეყნის გადაშენება მოყვეს კონკრეტულად აი ამ ერთი არაბული კომპანიის არ შეიძლება ამაზე ვიფიქროთ, მაგრამ საზოგადოების უმეტეს ნაწილში და არის ეს დაახლოებით 70%, ყოველ შემთხვევაში გუშინდელი ჩემი კვლევით რაც შემიძლია თქვა, რომ უმეტეს ნაწილში სწორედ ესეთი ინფორმაცია, იმიტომ რომ ისინი მათთვის განმარტებები რომ იცი რა არის, აი მოდი ახლა შევხედოთ, როგორც ინვესტიციაში შევხედოთ, როგორც კაპიტალს შევხედოთ, იცი რა, შენ ხვალზე გიქაუცლებად იმუშავებ და ასე შემდეგ, ეს ძალიან გაუგებარია. მეორე, ეს მათთვის ხელმისაწვდომობა, მათ არ ჯერა თუნდაც ის, რომ ეს ბატონი ავლაბარი თუ რაც ქვია ამ კომპანიას, კონკრეტულად დაასაქმებს ხარაგაულიდან ვიღაცა მაგარ მშენებას შეარჩევს ან საჩხერიდან ასე შემდეგ. ძნელი დასაჯერებელია. ირაკლი გობახიძე იწყებს საზოგადოებისთვის პოპულარ ენაზე უნდა დავიდეს და ნივიდეს აუხსნას ეს პრობლემა, მაგრამ აპრიორში თავიდანვე არის ძალიან ბევრი შეცდომა დაშვებული. ჯერ ერთი არ შეიძლება ჩვენ საზოგადოებას, ჩვენი ტიპის საზოგადოებას, რომელსაც კონკრეტული პრობლემა აქვს არაბისთან შემოსულ ინვესტორთან დაკავშირებით, ვიდრე ჩინელთან, რუსთან და გერმანელთან, არ შეიძლება ისევ შეფუთული ვიდეო რგოლით დაუწყო საუბარი, რომ ნახე რას აკეთებს ეს არაბი. მას და მე როგორც ვხედავ, თენგო, საზოგადოების დიდ ნაწილს საქართველოს მოქალაქეების, არ მინდა ესე თქვა ქართველების, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების და უმეტესად ქართველების სხვა პრობლემას ხედავენ არაბის ამ ტიპით შემოსვლაში, არაბული წარმოშობის კომპანია იქნება ეს თუ მოქალაქის შემოსვლაში, ვიდრე ჩინელში, რუსში და ასე შემდეგ. კულტურული ექსპანსიის საკითხი, ისტორიული ჩვენი ეს თანაცხოვრება კი არა და პირიქით თანაცხოვრებას თუ დავარქმევთ 4 საუკუნე ნახევარი რომ თბილისი მათი იყო არა კონკრეტულად აი კონფლიქტურ და არ ვიცი ომებს და ასე შემდეგ და კიდე ერთი ყველაზე მთავარი მათი მხრიდან მე არ ვამბობ ამ შემთხვევაში ამ არაბებზე და კონკრეტულად აქ საუბარია სამეფო და მაღალი დონის ხა ელიტარული საზოგადოებაა და არც უწიგნურობას არ ვამბობ ანუ არ ვაიგივებ სხვა ჩვენ ქონდა პრობლემა და დღემდე შეიძლება სირიელები შემოგუყვანონ ხო სულ სხვადასხვა ძალიან განსხვავებული ხალხია ეთიკის ცხოვრები და რაზე ლაპარაკი ემირატების და ამ საკითხზე არ ვამბობ მაგრამ მათთვის მაინც ეს ნიშნავს იმას რომ მათი განწყობა ჩვენს მიმართ ყოველთვის არის რომ დაიპყრონ კონფლიქტი იყოს და ანუ ეგრეთ წოდებული ემირატების შემთხვევაში არ არის არ არის მაგრამ იმ ნაწილისთვის არმია არ აღავს ამ ქვეყანას არ არის ექსპანსია მე რას ვამბობ თენგო კიდე ამათვის ესია თუ ჩვენ ვიწყებთ რომ ამ ადამიანებს ეს მოუხსნათ მაშინ არ შეიძლება კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ვიდეოები როგორ აკეთებენ რას ლამაზ იმას და ასე შემდეგ ეს მიუღებელია ამათ ეს არ აინტერესებთ ამ ადამიანებს აინტერესებს კონკრეტული პასუხი რატომ მაინც და მაინც ამ ხელა ინვესტიციით ეს იმიტომ რომ მათ მხოლოდ მათ შეუძლიათ არ არის მხოლოდ მათ შეუძლიათ რუსეთში შეგიძლია მონახო შენ სხვა შორის ქართველებიც და კომპანიები და ანუ რუსეთის მოქალაქე წესიერ რომელსაც რავი ჩვენ ქართველებს ყავს სხვა ქვეყნის მოქალაქეა რომელსაც შეუძლია ხელა ფული ჩადოს ანუ კითხვებზე პასუხის გაცემას იწყებს ერთი კარგია რომ მან მიხვდა რომ ესე იგი ეს პრობლემა მაგრამ მეორეა უკვე არასწორად იწყებს მათ შორის მთელ ამ ვიდეოში ჯერ ერთი კითხვა სვავ რატო არ აზრის პრემიერ-მინისტრი სიმბოლიკა ძალიან მნიშვნელოვანია თავის კაბინეტში საქართველოს დროშის უკან ანუ საქართველოს დროში ანუ უკან საქართველოს დროშა ის პრემიერია და რატოზე ისეთ გარემოში სადაც მარტივად იტყვი რომ ეს ინვესტორი ხო არ გახდა მე უყურებ რაღაცა აი ამ პიარ და ნეიროლინგვისტიკითაც და რატო იწყებს ლაპარაკს და რატო მოდის თელამ ფილმში რატო მოყავთ არგუმენტები რატო მოაქვს და რატო აკეთებენ განმარტებებს და რატო ამართლებენ მაინც და მაინც დიდი დეველოპერები და რიგითი ჩვეულებრივი მოქალაქე რატო არ ამბობს თავის სათქმას მე ეს კითხვები მაქვს კიდე ერთხელ ვამბობ ეს არის პროცესი
რომელიც შეიძლება ამ ხელისუფლებისთვის და კონკრეტულად ირაკლი კობახიძისთვის როგორც თანამდებობა, როგორც მისი კარიერა, პოლიტიკური კარიერა დამთავრდეს ისე რომ ამ პროექტმა ჩაიწიოს. და კიდევ თხაზე მთავარი. მონტენეგროს მაგალითი როცა მოყავთ და როცა ხალხში ეს საკმაოდ გავრცელებული ინფორმაციაა რომ იგივე კომპანია ეგრეთ წოდებული ჩერნოგორია ეხა მონტენეგრო არის, როგორ არის ეს არ ვიცი. მონტენეგროში რომელსაც დააპირა შესვლა, 2 წელს განმავლობაში ის მუშაობდა, აპირებდა საკმაოდ ისეთ საინტერესო ინვესტიციას და თვითონ მონტენეგრო საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა და ცხოვრების დონეც დღეს იქ სხვანაირია და არ არის მარტივად ესე მიხვიდე, მიწა იყიდო, სახლი იყიდო და დასახდე და თუნდაც მოქალაქე გახდე, მაგრამ იქ 2 წელს განმავლობაში, როდესაც კომპანიამ არგუმენტები ვერ დაასაბუთა და ხალხის მღელვარებას უპასუხა იმით, რომ არა შეეწინააღმდეგა არც ხელისუფლება და არც ეს კომპანია, არამედ მან დათმო ეს პროცედურა და გამოვიდა უკან. 8 მილიონი ქონა კაპიტალის ზარალი. მას რა, მთელი 2 წელს განმავლობაში ხო არ წამოიღებდა უკანაც სამუშაოები აწარმოა. საქართველოს მოსახლეობაში მე რო ხარაგაუში ეს მითხრა ქალმა თუ კაცმა, ეს სული მათე რომ აი მონტენეგროში ხო ვერ გაიტანეს, რატომ აი ზამაით ჩვენთან? ამ ადამიანების აი ამ შეშფოთებას აქვს არგუმენტი. არასწორად პასუხობს მთავრობა. არასწორად პასუხობს მთავრობა. იწყებს პასუხს ირაკლი კობახიძეს უწონებ რომ მან დაიწყო გასცეს პასუხი ამ ეგრეთ წოდებულ აგორებულ კამპანიას, იქ ცოტა ასახელებს რომ ისე იგი არაკომპეტენტურმა პირებმა დაგვიწყეს ისეთ კამპანია დაგვიწყეს ჩვენ ასე, მაგრამ ის იწყებს ამაზე პასუხების გაცემას, მაგრამ ფორმა უკვე არასწორია. ისევ ფეშენებელური ოთახიდან, ისევ მაჩვენებ რაღაც დინარეებში იახტები როგორ გამოდის, ეს ყველაფერი ვიცი მე შენ თენგო ცოტნემ, მაგრამ ვიმას კი არ ვაკნინებ, მაგრამ ადამიანი რომელმაც თოხი მიაყუდა, სოფელი არ დატოვა და დღემდე იქ არის და შრომობს იმ მიწაწყალზე და იმას თავის განწყობა აქვს, ვერაფერს არ ვიტყვი ჩვენ, რატო იმას თავის გემოვნება აქვს, ხო? თავისი გემოვნებით იქ შრომობს. ნიკოლოზ ქიფარიძის შესანიშნავი წიგნია მამაკაცთა ჩაკუჩი, თუ არ ვცდები. აი მართლა ეს სულისკვეთება რაც აქვს, იმისთვის მართლა კითხვები საჭიროა, კაცო, რატო უნდა ვტოვებ, რატო მე არ შემიძლია? და არც ის არგუმენტი არ არის, სწორი, წანისის ტყე პარკიო. ჩვენ რო სახელმწიფოს დაუждებოდაო 150 მილიონიო რომ რაღაც 150 მილიონი რა ჯდება? თუ ტყე პარკად აპირებ, რატო 150 მილიონი? მე მან დავიბადე და გავიზარდე. მე ვიცი რა ადგილზეა ლაპარაკი. თუნდაც რომ მილიონი დამზარიყო, ან 100 მილიონი დამზარიყო, თუ წანისის ტყე პარკზე თანამო მიტოვებული იყო, მოდი მე შემიშვას იმ მიტოვებულში 100 კვადრატი ჩვენ მოვყიდოს და ჩვენ გავაკეთებთ იმას. არ მოგცემენ. აი ეს კითხვები იმ შეშფოთებას ვერ პასუხობს, ანუ კითხვები რომელსაც ეს ხალხი სვავს. მეც არ მინდა რომ ამას მოყვეს ისტორიული დაპირისპირება და რაღაცა და ეს ხალხი საკმაოდ გემოვნებიანი. მოდი ვთქვათ, ეს კომპანია საკმაოდ გემოვნებიანია. ამ კომპანიას მთელი დუბაიში წერია ამ ადამიანის ლაბარტუ, რა ქვია, არ მინდა ეს. ეს არა მარტო იქ, ევროპულ ძალიან ისეთ ქვეყნებში. თუ სადმე უბანს ნახავ და აშენებულ სხვილი დეველოპერია მსოფლიო მასშტაბით. ხო ხვდები? ამიტომ ვინმე კი არ ეჭვ კი არ ეპარება იმაში, მაგრამ კითხვები, რომელსაც მღელვარება იწვევს, აი ამ მღელვარების დასაცხრობად რას ვაკეთებთ, ამაზეა საუბარი. და ვინ იცის, იქნებდა მართლაც გადაძლიოს ამ მღელვარება, მაგრამ ისიც არ მინდა რომ ვაი და უი და გულზე მარტო რთმით რაღაცა ნაწილი მართლა დავკარგოთ. ესენის გავიდენ. ის წანისის ტყე პარკის მართლა არს 150 მილიონი არ ჩადოს არავინ და ისე ვიღაცა ისეთ კომპანია შემოვიდეს რომ სურო ვიძახოთ, ქართველი იყოს, ოღონ ქართველი იყოსო, იქ საერთოდ ვერ გავივლით ჩვენ. ეგ მან მართალი ხარ, მერაბ და რა არის, იცი რომ ქართველებმა აშენეს დიდი დიღომი, მაგალითად, მაგრამ გავსებულია ინდუსებით ეხა მან. არა, მაგას მეორე არგუმენტი ეს არის. არქი ხო არის აგერ შესანიშნავი რაღაც, არ შეიძლება რეკლამაში არ ჩამოგვართვან ჩვენ ხო ტელევიზიებში გადავართ. რა მნიშვნელობა აქვს? მოდი ეხა ვიტყვი ყველაზე მაგარი ქართული კომპანიები, შესანიშნავი კომპანიები არის მაგალითად. დომუსი არის ეგ შესანიშნავი კომპანია. შენ როგორია მე და შენ წავედი და დომუსში ვიყიდით, ან სადმე ვიყიდით? მაგ ლოგიკით იქაც მცდარია, ой, ვიაკენი ჩვენ მოყი. იმ ლოგიკით, კაცო, ქართული საშენებელში ვერ ვყიდოთ. მე კი არა, მეცაც გეტყვი. რა ჩვენ გვაქვს, კაცო, ბანკებით გვაქვს, ჩვენ სახლები ნაყიდი, კაცო, 45 კვადრატი მაქვს გამოტანილი, 30 წლის ბანკი და შეიძლება ხაზარაზე ისე გადამისვას. დამაჭიროს, ხის ის იმანას გამომაგდო სახლიდან. ბირა მაქვს ჩადებული, რომელიც ვიყიდე. მაგრამ ჩვენ ხო პრობლემის მოგვარება გვინდა. ჩვენ ხო მე მართლა რა მინდა, იცი რომ რაციონალურ მსჯელობაში არც ქვეყანა დაზარალდეს, არც ის ინვესტორი დაზარალდეს და ხვალზე გარათქვას. ესენი ვინ არიან? ეს აგებელი მართლა მივიღოთ. და არ ნახოთ ზარალს. თუ არა და თუ რამის გადაცემაზეა საუბარი, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებშია, კი.
დედიშენი შვილი ხარ და რაღაცა კაპიტალის დონემდე, რაღაცა ბიუროკრატიის დონეს არ გაივლი და არ იყიდი. არ და ესე იგი უპასუხებ ამ ბიუროკრატიას. სხვა შემთხვევაში შენ ბინასაც ვერ იყიდი იქ. მაშინ ასე იყოს, რატომ უნდა იყოს ნინიას კარი, ხო? მე რა ვიცი რა არის, ჩემი აზრით ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივად შეეძლო. ორი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტით. ანუ ნაცვლად იმისა, რომ მას კონდეს სტრატეგია, რომ მოდი ახლა აი ეს ფეშენებელურ ოთახიდან ჩავწერ ვიდეოს და ვანახებ ადამიანებს გრაფიკულად დამონტაჟებულს რა უნდა. ამის ნაცვლად ჩემი აზრით უმარტივესი იქნებოდა თუ ეს არის მართლაც სპეკულაცია, თუ ეს არის მართლაც თითიდან გამოწოვილი, თუ მსგავსი არაფერი არ ხდება. თუ შეცდომაში შეყავთ ეს ხალხი ვიღაც პოლიტიკოსებს. მართლაც უნაკლო პროექტია, როგორც ამას ბატონი პრემიერი გვიმტკიცებს. ორი საკითხი ჭირდებოდა ამას. ერთი ეს არის გამჭვირვალობა, ანუ რა პრობლემაა რომ ხელისუფლება მართლა ეხა არავინ არ ითხოვს იქ კომპანიის რაღაც ფინანსური მოგებებზე და ასეთი ტიპის ანგარიშგების წარდგენა საჯაროდ, ხო? ანუ რაც არის კომერციული საიდუმლო მართლა იყოს, არავის არ აქვს ამ პრობლემა, მაგრამ დანარჩენ საკითხებზე რომ რავალდებულებები აქვს ამ ხელშეკრულები ჩვენს ქვეყანას აღებული, ხომ არ არის იქ რაიმე ფარული ვალდებულება, რაც ჩვენც არ არის ცნობილი. ანუ ეს კითხვები რომ მოიხსნას, საჭირო იყო ერთი გამჭვირვალობა. რაც აი ყბადაღებულია უკვე ამ ქვეყანაში და თვითონ მათი ინიციატივაა რომ ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს და ეს გამჭვირვალობა და გამჭვირვალობა ქმნის დემოკრატიას ამ შემთხვევაშიც იყოს დაცული ეს გამჭვირვალობის პრინციპი ეს ერთი და მეორე შრომის კანონმდებლობის მოწესრიგება ჩაიწერო შრომის კოდექსში რაც ისეთი მუხლები რაც დაავალდებულებს მათ შორის იმ ინვესტორს რომ იქ ვიღაცას თავის თანამემამული არაბებს კი არ შემოგვიყვანს აქ მშენებლებად და შრომით მიგრაციის ტალღას კი არ მივიღებთ ამ ქვეყანაში კანონით ვიყოთ დაცული ჩვენ საქართველოს მოქალაქეები შრომის კოდექსში იყოს შესაბამისი ნორმები ჩაწერილი რომ აიგივე მხარაგაულში მაცხოვრებელ ადამიანს კანონი იცავს მას ის კი არ კონდეს რომ აბა მართლა მე დამასაქმებენ თუ არ დამასაქმებენ და კეთილნებაზე კი არ იყოს დამოკიდებული კანონი ავალდებულებდეს ინვესტორს რომ უნდა დაასაქმო ადგილობრივი მაცხოვრებელი თუ შემოდიხარ აქ ინვესტიციით რა იქნებოდა ეხა აი ამაზე მარტივი გასაკეთებელი რა უნდა იყოს ხელისუფლებისთვის რომელსაც არც პარლამენტში არა კანონის მიღების პრობლემა ერთპარტიულია პარლამენტლიანად მაგათ ხელში ერთ დღეში შეუძლიათ ამ ყველაფრის კეთება ამას ხო არ ჭირდება რაღაც პროცედურა და პოლიტიკური განხილვები და იქ ოპოზიციის დარწმუნება რამის თქვენ ხელში არის ერთი ბრძანებით შეგიძლიათ ამ ყველაფრის მოგვარება რატო არ აკეთებენ ამას ეს არის ჩემთვის შეკითხვა და ამის ნაცვლად აი რა არგუმენტებს გთავაზობს ამ შემთხვევაში სამთავრობო მედია ჩემი ხმა აპატივისცემის მიუხედავად აი ამ ტელეწამყვანი ჟურნალისტის მიმართ მოდი თუ შეიძლება მოვასმენინოთ მაყურებელს ეს მცირე მონაკვეთი. საქართველოს კანონმდებლობის შემთხვევაში ბუნებაში არ არსებობს ჩანაწერი და ვერ იარსებებს, რომელიც ერთ კონკრეტულ კომერციულ სუბიექტს პირობითად იქნება ეს იგლხილცი თუ მაგალითად ნებისმიერი დეველოპერი ან ნებისმიერი სუპერმარკეტი. რომელიც დაავალდებულებს კანონმდებლობით ან თუ ეს სუბიექტი აიღებს ვალდებულებას რომ მისი პროდუქციის იქნება ეს ბინების თუ მაგალითად სუპერმარკეტის შემთხვევაში სურსათის ნაწილი გაყიდოს მხოლოდ უცხო ქვეყნის აი რა მინდოდა რა მე რა უბრალოდ მინდა მე შენს გთხოვ ამაზე კომენტარი მაგრამ რა მინდა ვთქვა ჯერ მე მინდა გთხოვო რომ აი ეს იურიდიულად აი ეს კომენტარი გიორგი აბაშიძე ძალიან კარგად ვიცი რომ ჩვენ არაერთხელ კარგიც გამოვიყენეთ ვიცი აი უბრალოდ შენ ამიხსენი იურიდიულად ეს რას გვაურება ეს ადამიანი ამ შემთხვევაში გიორგი აბაშიშვილზე მაქვს საუბარი არგუმენტად რომ ჩვენს კანონმდებლობაშიო მსგავსი ჩანაწერი არ არისო არც იარსებებსო რომ რომელიმე გამყიდველი პროდუქტის ასე ვთქვათ რა იქნება ეს დეველოპერი და უძრავი ქონების გამყიდველი თუ სუპერმარკეტის გამყიდველი რომ იმას ეწეროსო რომ აი მხოლოდ რაღაც კონკრეტულ ქვეყნის მოქალაქეებს მიყიდე შენი პროდუქტიო და ესეთი რამე ხო ნონსენსი არისო გვეუბნება აი როდესაც მაგალითად ჩვენ თქვით კობახიძის ვიდეო გავუშვით ხო და სრულიად გულწრფელად მიუხედავად იმისა რომ არ ვეთანხმებით თქვი რომ აი ეს მათემატიკური არგუმენტი რაც მოგვიტანა კი ბატონო ეს მართლაც არის რაციონალური არგუმენტი ანუ იქით მხარესაც არის რაღაცა ისეთი არგუმენტები რასაც შეიძლება დაეთანხმო კი ბატონო და რაღაც ფორმით შეიძლება წარმოდგენა შეგეცვალოს რომ თურმე იმ მასშტაბის პრობლემასთან არ გვაქვს საქმე როგორც გვეგონა მაგრამ აი მე რომ ანახებ ესეთ არგუმენტს სადაც ადამიანი მე მიმტკიცებს რომ უძრავი ქონების აგენტი ვინც უძრავ ქონებას ყიდის და პამიდურის გამყიდველი ანუ ამ შემთხვევაში საუბარია კერძო საკუთრებაზე უძრავი ქონების საკუთრებაზე და სამომხმარებლო პროდუქტზე სურსათზე ამას მიყენებს ერთ რანგში რომ ეს ერთი და იგივე რამეა და კანონი თითქოს ერთნაირად არეგულირებს ამ ორი რაღაცის გაყიდვას უძრავი ქონების გაყიდვას და პამიდურის გაყიდვას ეხლა ხო ყველა სხვა არგუმენტს რასაც მთავრობა ამობს ეს გადაუსწრებს რატო აკეთებენ ეს ერთი ძალიან ცუდი რაღაცა მე კიდევ ერთხელ ვამბობ ეხლა გიორგის ისი თქმა უნდა და მართლა მაინტერესებს და ვკითხო გიორგი ამით ეხლა რა აგვიხსენი შენ ჩვენ რომ ესე იგი არ ვიცი
თქვათ ამ შემთხვევაში მერაბ ჭიქაშვილი ჩათვალე რაღაცა რომ 2x2 კი არ არის საერთოდ არ ვერაფერს ვერ გავიგებ და საერთოდ არაფერი არ ვიცით ან რაღაცა წაკითხულს ვერ აზრს ვერ გამოვიტანთ და სხვა დანარჩენი საზოგადოებას რაც გვიხსნე ხარ რომ ესე იგი კანონში არ წერიაო ისო რას შების თქვენ გაქვთო ვიცით რომ კანონში არ წერია ეგ და როგორ შეიძლება კანონში ეწეროს ანუ გიორგის ისეთ ხმა უნდა ესე იგი კერძო ინვესტორი მაგალითად დავანებოთ ამ შემთხვევაში ხან არაბი იქნება თუ რა ქვია ხორვატი თუ ჩინელი მე მაგალითად ხომ აქვს უფლება მე ავაშენე სახლი ვარ ინვესტორი 100% წილის მფლობელი და მაგალითად ხომ აქვს უფლება ან რამაჩერებს ან რა შემჭირდება კანონი რომ მაგალითად ბინა რომელიც თუ არ მომეწონა ადამიანი მისი თვალების და ფერის გამოც რო არ მევყიდო ან მოიმიზეზო რაღაც არ მევყიდო ხარი ვალდებულებაც არ გაქვს რომ მოიმიზეზო ეგ არ მინდა და მორჩა რა არ გეძლო ეხლა იმის ვალდებულება დაასაბუთოს არ და მე ესე გავიგე ყოველ შემთხვევაში ეს თუ სხვანაირად გაიგო ვინმე ალბათ რა ვიცი ბოდიშ მოვხდი იგივე გიორგისაც და საზოგადოებას და გიორგი ასამობს წარმოგიდგენია თუ ესე იგი რომ შეხვიდეო სუპერმარკეტშიო მაღაზიაშიო მაგალითად შევედი მე ფერატკანიან გოგონასთან ერთად და ორივე მავიღეთ რა ქვია პომიდორი წითელი და ამას უთხრეს რომ აი შენო მე რომ შენო წითელ პომიდორს არ მოკიდიო ანუ აი ეს არის სისულელე და რა მინდა ვთქვა ისე უბრუნდები ირაკლი გობახიძეს იმ ინიციატივაში რომ ძალიან სწორი კამპანიაა რომ დაიწყეთ ახსნა საზოგადოებისთვის გეთახმები ტენგო მაგრამ თუ აი ესეთი არგუმენტები და ადამიანები ასეთ რაღაცას იტყვიან, ასეთ სისულელებს იტყვიან, უფრო მეტად იქნება მღელვარება რა გამოდის. რომ ესე იგი თქვენ გონია დანარჩენი საზოგადოება ვერ ხვდება იმას, რომ კანონი არ შეჭირდება იმას, რომ კერძო მესაკუთრეს, კერძო ინვესტორს შეუძლია საერთოდ ყოველ მიზეზს გარეშე, ახსნის გარეშე გითხრას, რომ არ ყიდულობ რა, აღარ ამაქვს ბინები. და მაღაზიის გამყიდულ მეს რომ გითხრას, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი არის ქსენოფობიური და მან შეგიძლია ჩართო სოფლიო ისე არის მე რა მაღაზიის შემთხვევაშიც კი კანონი არ უზღუდავს იმას რომ არ მიყიდოს კონკრეტულ პირს არ მოიმსახუროს ერთ სიტყვით ეს კანონი ზღუდული არ არის მაგრამ ინტერესი არ აქვს მაღაზიის გამყიდულს მართლა ხა პამიდორს რო ყიდი პირობითად ვინ იყიდი საერთოდ სულ ერთია შენთვის მაგრამ უძრავი ქონება და პამიდორი ხო შეიძლება ერთ სიფრთხეში დააყენო იმიტომ რომ ორივე რაღაც კერძო საკუთრების ფორმაა და ამიტომ თქვა რომ აი რადგან პამიდურის შემთხვევაში პრობლემა არ აქვს ამიტომ არც უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში არ გვექნება სული არ ვიცი ხა რაში ჭირდება თუმცა ვიდრე ცოტნე დაიწყებს საუბარს ხო ერთი რამ მინდა კიდევ თქვა და ობიექტურობა და სამართლიანობა მოითხოვს ეს თქვათ ბატონმა ირაკლი კობახიძემ ახსენა ნუ ბოლომდე არც ამბობენ აი არის ჯგუფები რომლებსაც დაიწყეს ასე საუბარი და ასე შემდეგ რომ ეს არის არაბიზაცია და ნუ მოკლედ ყოველ შემთხვევაში შეყავთ შეცდომაში ნურცის გაუკვირდება ბატონ ირაკლი კობახიძეს აი მაგალითად მე უყურებდი დავით არხამოურავის გადაცემას არა იმიტომ რომ მე ამ კაცს ვიცნობ და ჩვენ ერთად ვიბრძოდით სხვა შორის კი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იმ რეჟიმის წინააღმდეგ და არა იმიტომ რომ ეს კაცი განათლებული კაცია ისტორია კარგად იცის და მას მისი დამოკიდებულება აქვს ზოგადად აი ამ რა ქვია თურქულ რაღაც მუსულმანურ რაღაც ამ ექსპანსიებთან საქართველოში ეხლა ამას რომ დავით არხამოურავზე იტყვი არ ვიცი მან ვინ იგულისხმა მაგრამ ნუ ეხლა ვიცით რამოდენიმე ჯგუფია რომელზეც ამას საუბრობს ხო დავით არხამოურავი არის ის კაცი სხვათა შორის და მე ვიყავი მაშინ ვიდექი რომელმაც საზოგადოების ნაწილში რაც არ უნდა მან შეცდომა დაეშვა მე თქვა პოლიტიკური რაღაც რეიტინგი დაუვარდა გაეზარდა თუ ასე შემდეგ საზოგადოებას ახსოვს დავით არხამოურავი ადამიანად და იგივე თქვა ირმა ინაშვილი და საერთოდ მაშინ წინააღმდეგობის მოძრაობა იყო სხვა შორის მაშინ ბატონი სოსო მანჯავიძე ჩვენთან ერთად ჩვენ გვერდზე იბრძოდა რომელმაც აზიზიის მეჩეთის შენებლობა ფაქტიურად გააჩერა წვიმაში ქარში ნიშას დროს აი ბათუმის ჭაჭაჭაძის სახელობის თეატრის წინ ვიდექით და სწორედაც აი ამ მართლა აი იმ ერთიანობამ აჭარის მაშინ არ ვიცი მთელი ქართული ოცნების ნახევარზე მეტი ალბათ იქ იყო და მაშინ ჩვენი მომხრე იყო შეაჩერა აი რა რას ვამბობ იცი არც დათოს ახლა არ ჭირდება ჩემი რაღაცა დაცვა და რაღაც დითირ ამბები და მით უმეტესაც ირაკლი კობახიძეს მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილს ვის თუნდაც ასეთ ადამიანს უჯერებს ან შეიძლება იქ მეორე ჯგუფია უჯერებენ მათთვის ეს უფრო არგუმენტია რომ ისინი ლოგიკურად ხვდებიან რის წინააღმდეგ მიდიან და თუ ასე არ არის მაშინ უფრო მეტი არგუმენტი მოიტანე გლეხურად ასე ვთქვათ პოპულარულ ენაზე
და რადგან დაიწყეს კამპანია, უფრო მეტად შედი, ვიდრე თქვა რომ მოიცა რა ისინი მათ შეცდომა შეყოხა. არა, მათთვის ვინც დაინახა რომ აი ამ მოძრაობამ შეაჩერა აზიზის მეჩეთის შენებლობა, როგორც ადრე იყო რაღაც დაიწყო ეროვნულ მოძრაობად რაღაცები ხო დაიწყო. ხალხი ხო რაღაცას მიიღვა ამას. ანუ აი ესე ძალიან ცუდია და მეორე მხარეს ვირჩება აი გიორგი აბაშიშვილი. კაცი რომელიც ახლა საკმაოდ ნიჭიერი კაცი ეკონომისტია. ესეთ არგუმენტს რომ მოიყვანს და კიდე რამოდენიმეს რომ ჩართავ. და ასეთ არგუმენტებს მოიყვანს, ვეღარ გაამტყუნებ იმ ადამიანებს, ვიზეც პირდაპირ წინააღმდეგობა ჩვენ ახლა რა თქმა უნდა რომ ეს არ ნიშნავს არაბიზაციას და ბიჭო დავიქციეთ. ეთნო-ნაციონალისტური არგუმენტი შემოდანა არის ამ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს არასწორი მეთქი, თორე თავისთავად ის რომ მოხდებოდეს ინვესტიციის ირგვლივ განხილვა, მისი ეკონომიკური სარგებლის შესახებ ინფორმირება საზოგადოებას, ეს ცალკე ნაწილია და ამაზე ვთანხმდებით. უბრალოდ აი მე ესეთი რაც მოვისმინეთ ამ არგუმენტებით რომ უპირისპირდები საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც სამართლიანად არის არ ვიცი აღშფოთებული არ ვიცი შეკითხვები აქვს არ ვიცი დაბნეულია მას სჭირდება სწორი ახსნა სწორი არგუმენტების მიწოდება ერთი ვიდეო გვაქვს კიდე არქივიდან რაც მინდა ვანახოთ საზოგადოებას და აი რატო უკვირს ქართულ ოცნებას რომ ამ თემაზე ქართულ საზოგადოებაში არის მღელვარება და იშიშები და შეშფოთებები არსებობს რაც არსებობს გახსოვთ თქვენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წელიწადი 2013 წელს მან დაასრულა ხომ პრეზიდენტობის ვადა. სანამ დაასრულებდა ვადას რამდენიმე თვით ადრე ჩაიდინა ის, რის გამოც მათ შორის დღემდე ძალიან მწვავე კრიტიკას იღებს ის, რომ რამდენიმე 1000 თურქს მიანიჭა ქართული პასპორტი, მოქალაქეობა მიანიჭა. ხო გახსოვს რა იყო მაშინ ქართული ოცნება? სხვა შორის ძალიან მწირი არის ვიდეო, ძალიან მკვიდრი არის ვიდეო. ბევრი ვიდეო გაქრა, ამაზე თვითონ ქართული ოცნება აკრიტიკებდა და ერთი კომენტარიც ვერ ვნახე რომ აკრიტიკებენ. სხვა შორის ნახოთ ეს ვიდეო. მოვისმინოთ, თუ შეიძლება ეს ვიდეო გავახსენოთ საზოგადოებას რაკნა ნიშამ სანამ წავიდო და ორი თვით ადრე. ქართული ოცნების გუნდი მაშინ რა გაწობაზე იყო თუ შეიძლება გავუშვათ. თურქეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს, ვინც ქართული იცის და შეინარჩუნა დღემდე ქართველობა, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. აქვე მინდა მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი წელიწადში 10,000-ობით მოქალაქეს ანიჭებდა საქართველოს მოქალაქეობას. დღის მონაცემებით 1000-მდე განაცხადია შემოსული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო თვეებში იუსტიციის სამინისტრომ 10,000-ობით საქართველოს მოქალაქეს შეუწყვეტა მოქალაქეობა. ჩვენ წუხართ და ვფიქრობთ, რომ საქართველოს არ ყავს დასაკარგი მოქალაქეები. ამ სიაში არიან ადამიანები, ვინც ჩვენს თვალსაჩინოზე არასოდეს გამოჩენილა და არის ერთი მაგალითად ქალბატონი მედი ჰაილდიზი, რომელსაც ჩვენ უკვე მივანიჭეთ მოქალაქეობა და სააკაშვილმა მეორედ მიანიჭა მას მოქალაქეობა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩვეულ სტილში აგრძელებს მუშაობას, ის უგულებელყოფს სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებს და საკუთარი ადმინისტრაციის გარდა არავისთან კონსულტაციებს არ გადის ისეთ სასიცოცხლო და სახელმწიფოების მნიშვნელობის საკითხებზე, როგორც არის სხვებს შორის მოქალაქეობა. სხვა შორის აი რატო ვაჩვენეთ ეს ვიდეო? ამის გამო სააკაშვილს დღემდე აგინებს ქართველი ერი და სამართლიანად აგინებს, რომ აი ერთ დღეში 30,000 თურქს მიანიჭა მოქალაქეობა და მაშინ რა იყო მე რისი თქმა მინდა რა, იმ 30,000 თურქის პიროვნებას კი არ ვიცნობ მე და მათ წარსულთან კი არ მაქვს პრობლემა, იმაზე კი არ მაქვს პრობლემა, რომ მოდის და აუცილებლად გაგვათურქებს და მაგრამ თავისთავად ის ფაქტი რომ 30,000 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო ის და მე უცებ ხდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ეს ფაქტი აღმოჩნდა ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოებისთვის ხო მიუღებელი და ეს ფაქტი აღმოჩნდა მაშინ მათ შორის ქართული ოცნების ხელმძღვანელობისთვისაც მიუღებელი ქალბატონი თეატრულუკიანის კომენტარი მოვისმინეთ მაგ პერიოდში გასული და ის სიტყვასიტყვით ამას ამბობს რომ სააკაშვილი აზიანებს ამით ქვეყნის ინტერესებს არ ინტერესდება ქვეყნის ეროვნული ინტერესებით და არ შეიძლება ესე უპრაგონოთ მივანიჭოთ ვიღაცებს მოქალაქეობას. რატომ უკვირს დღეს ქართულ ოცნებას თუ თვითონ ეხლა იგივეს აკეთებს მსგავსი განწყობები უპირისპირდება საზოგადოებიდან მე არ მესმის. ერთი რამე არის დასანანი. სხვა შორის კი ბატონო რა ხმართა ქალბატონი თეატრულუკი ის უშუალოდ იუსტიციის მინისტრი იყო მაშინ და ქალბატონი თიასია. ვერც ერთი განცხადება და კომენტარი ვერ ნახეთ, მაშინ საშინელი კრიტიკა ქონდა და სური კრიტიკა იყო მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, არ ვიცი. მართლა გამიკვირდა, ვეძებდი მთელი დღის განმავლობაში. ერთი რამე და კი გაგახსოვთ, მიშა სააკაშვილი სანამ ამას იზავდა, მე პირადად მაქვს მაშინ აქციებში მონაწილეობა მიღებული, თქვენ გახსოვთ მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა რაკეი ჯგუფი. ზუსტად იგივე არაბული ინვესტიცია იყო ესეც, რაკეი ჯგუფი იყო, ჩვენ ეს ფოტოები და ვიდეო მოიძებნება სხვათა შორის ეხლაც Facebook გვერდზე, ჩემი მეგობრები
დღეს დეპუტატები არიან და ზოგი მინისტრია, იგივე თქვა ზურაბ ქადაგიძე, რომელიც ფოტოში გვერდზე მიდგას და მაშინ რატომის აქციები ქონა ჩვენ და დავით ფაცაცია, რომელიც დღეს არის ავტონომურ რესპუბლიკაში, ხო თუ არ ვცდები, აფხაზეთის ავტონომურ რესპუბლიკაში მუშაობს, ჩვენ გვერდად ვაპროტესტებით. რაკეინ ჯგუფი შემოვიდა მაშინ და გქონდა ჩვენ სერიოზული აქციები რამოდენიმე ხის განმავლობაში. იგივე იმელის შენობასთან, შემდეგ მეტეხთან ქონათ მათ ოფისი. მე მინდა ერთი რამ გავახსენო ხა თბილისში, განსაკუთრებით თბილისის მაცხოვრებლებს და არა თბილისის მაცხოვრებლებს. მე არ ვიცი, ეჭვი მიჩნდება, თუ იცით, სანამ ლაგუნა ვერემდე მოვალთ, ცირკის ქვედა მხარე და აი მთელი ამ სანაპიროს მხარე დღემდე არის შემოღობილი, დაახლოებით მე მგონი, რა ვიცი, ქართული ოცნებო 14 წელი არის ხელისუფლებაში. მანამდე ერთი 10 წელი, დაახლოებით 30 წელია, 25 წელია, უზარმაზარი ტერიტორია არის შემოღობილი. ტყედ იქცა, რესტორანი არაგვი იყო ადრე მათ. საუბარი არის რომ სწორედ ეს ტერიტორია თავის დროზე მე მგონი ბატონი ფიფია იყო ჩართულია ეს დღეს დინამოს რომან ფიფია თუ არ ვცდები არ მინდა ეხა ზეპირად არ მინდა ეხა საბუთები ამის არ მაქვს მაგრამ რაღაც პერიოდი მისი იყო და მე რაღაცა დოზით მოხდა აი რაკეი ჯგუფის მოკლედ არაბული ინვესტიცია და არაბული ქვეყნების მოქალაქეები არიან დღეს ამის ფლობელები თქვენ გინახავთ ეს ტერიტორია და აბა გაიარეთ და იკითხეთ საერთოდ რატო არის ამდენი ხანი მიგდებული და რატო არაფერი არ კეთდება ბატონი ირაკლი კობახიძე რომ წანისის ტყე პარკიო ასეო დაჭაობებული და ეს არისო ამასაც მაინტერესებს რამდენი წელი აქ რო არის და რა ვიცი მე გველები და მე მგონი ჯურასიკ პარკი გახდა იქ ვინმეს აი ნებისმიერ ადამიანს კითხვა არ გიშდებათ ვისია ეს ქონება ამდენი წელი რატოა მე როგორც ვიცი კანონი არსებობს შენ დიდი ხის განმავლობაში უფლება არ აქვს შემოღობო ტერიტორია თბილისის ცენტრია ლაპარაკი თენგო აი გაიხსენეთ ლაგუნა ვერემდე ცირკის ქვემოთ უზარმაზარი ტერიტორია შემოღობილია 30 რესტორანი არაგვი იყო შესანიშნავი ადგილი იყო დღემდე არის შემოღობილი დღემდე იქ არის არ ვიცი მართლა უზარმაზარი ტყე არის კაციშვილი იქ არ შესულა გაშავებულია ყველაფერი და არავინ კითხვას არასწავს ვისია მე როგორც ვიცი ეს არის სწორედ აი ამ ყოფილი რაკეინ ჯგუფის წევრები და მოკლედ მოქალაქეები ვინც არიან არ არიან ქართველები საქართველოს მოქალაქეები არიან უცხოელ ქვეყნებზე არის საუბარი რომ არაბული ინვესტიცია იყო და მათ შორის იყო აი ბატონი ფიფიასი მე რაღაცა გადაკეთოთ რა მოხდა არ ვიცი მაგრამ ყოველთვის თავი დავარებოთ მე არ მინდა მე კანონი დავარღვიო და ქონებაზე არ ვაპარაკო კაცო ოფიციალურად ხო არის კანონი არსებობს ამდენი წელი შემოღობილი ეს ტერიტორია ქალაქის ცენტრში რატოა ასე ვინ არის პასუხისმგებელი პირი რომ იქიდან დინოზავრი არ გამოვარდება და მე რაღაცა დანაშაული არ მოხდება ან და რაღაც არ მოხდება ხო წყლებია რაღაც როგორი ადგილია ეს ხო და თუ ამ შემთხვევაში წანისის ტყე-პარკი მიტოვებული იყო და სახელმწიფო ვერულიდა და გადავეცით ეს ვისია ხო ვიცი რომ უკანონობაა ვისაც ეს აქვს ამდენი ხანი შემოღობილი და რამე ხო უნდა გაკეთდეს აი ეს კითხვები ხო ჩნდება და თბილისის მოქალაქეები მიხვდებიან რაზე ვლაპარაკობ რომელს შენობაზე ვლაპარაკობ ეს კითხვა ხო არის ლოგიკური და არგუმენტური დავსვათ კითხვა რომ რატომ არის რომ ჩვენ რიგით მოქალაქეს რომელსაც 10 კვადრატი მიწა შეიძლება ქონდეს შემოღობილი თავისი ვადები აქვს იმ შემოღობას ან უნდა დაიწყო რამე ან უნდა რა ვიცი იჯარაზე გაიტანო გაგაყიდიო გაყიდო და ასე შემდეგ და ამდენი წელია რომ უზარმაზარი ტერიტორია შემოღობილი და იქ დგას და თან ეჭვია რომ ის არაბების არის თუ რომელიღაც ქვეყნის ამ ჯგუფის კითხვა ხო ჩდება რა მაბატონი აი ცოტნეს მინდა მივცეთ ამ საკითხზე აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მოისმინე ალბათ ეს იდეები განსაკუთრებით უსმენ შენს ხო იმ არგუმენტებს რაც ისმის როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან პირველ რიგში აი შენი პოზიცია ისედაც ცნობილია ჩვენი მაყურებლისთვის რომ თავიდანვე ძალიან ისე აქტიური წინააღმდეგობის ტალღაზე იყავი და ხარ ეხლაც ამ ხრივ რაც დაკავშირებული არის კონკრეტულად ამ ინვესტიციასთან, ოღონდ ცოტა უფრო განსხვავებული არგუმენტებით, რომ აი ეს ეთნონაციონალისტურ მომენტზე უფრო მეტად შენ ხედავ იმ პრობლემას, რომ ასეთი ტიპის ინვესტიციებია ზოგადად, ხო, არასწორი და თუ დაუშვათ ინვესტიცია ჩაიდება ინდუსტრიაში, გინდა არაბმა ჩადოს და გინდა პაკისტანელმა პრობლემა არ არის, მაგრამ ეხლა საცხოვრებელ ბინებს რო აშენებენ და ამით ჩვენ მოქალაქეები ვერაფერს ვნახულობთ მოგებას, ეს არისო პრობლემა. სრულიად მისაღებია და აი განსაღი არგუმენტია მანდوار მეც. თუმცა მოვისმინეთ ხელისუფლების არგუმენტებიც, ხო, რაღაც თვალსაზრისით
და ზოგ შემთხვევაში ვთქვით, რომ შეიძლება მართლაც იყოს რაციონალური არგუმენტი. აი, რა პოზიციაა გაქვს საბოლოო ჯამში, როგორ უნდა მოიქცეს ესეთ დროს ხელისუფლება, თუ თვითონ დარწმუნებულია, რომ ცუც არაფერს აკეთებს, მაგრამ ვერც საზოგადოებას არწმუნებს ამ ყველაფერში. იცით, რა მინდა ითით გავიხსენო? ბატონ პრემიერი ჩინეთში რო იყო, ხო, ბოლოს ვიზიტით, ხო, გვახსოვს. პრემიერმა მან მისცა ინტერვიუ ერთ-ერთ მთავარ ჩინურ სახელმწიფო მედია საშუალებას. სახელმწიფო ტელევიზიას ასე ვთქვათ და ბევრს არავის არ მიგუწევია ყურადღება იმისთვის ინტერვიუსთვის, მაგრამ ერთ-ერთი საინტერესო რამ რაც ყურში მომხვდა და მენიშნა, რაც იკითხა, აკითხვაც დაუშვა ჩინელმა ჟურნალისტმა სატელევიზიო არხის, ის იყო, რომ ანუ ხო იყო ეს რაღაც ბიზნეს ფორუმზე იყო ჩასული, რაღაცა ის შეხვედრები იყო საქართველოს, რაღაცა ის იყო ბიზნესმენები ჩაყვანილი ყავდათ და ასე შემდეგ რაღაცა ისიც დაიდო, ხო, რაღაცა ქათმის რაღაცა ბარკლების შეგვაქვს თუ რაღაცა. ბარკლები არა, ფეხები შეგვაქვს. ქათმის ერთ ქათამზე ორი ფეხია არ დაგავიწყდეს, ანუ მოგება. იქ ჟურნალისტი ეკითხება, აი ამ სამთავრობო არხის ჟურნალისტი ეკითხება, რომ ეხლა თქვენო ამ ხელაჩინური ბაზარი არისო, ხო, მე მილიარდზე მეტი არიან უკვე რაოდენობაში და რა ინდუსტრიები გაქვთ, აი რითი აპირებთო შემოსვლასო და ამ ბაზრის ათვისებასო. ჩვენ ვიპოვოთ ქათმის ფეხები, კი ბატონო. და ნუ ალბათ ღვინის ინდუსტრიაც ისედაც გარკვეულწილად არის, ხო, ჩინურ ბაზარზე უკვე შესული. აი ეს კითხვა არის, რომ აი ხონდა დავფიქრდეთ ოდესღაც 30 წელი წრეზე როცა ვტრიალებთ, აი პრემიერი რო იქ ჩავიდა და რო კითხეს რა ინდუსტრია გაქვთ, ხო არ უკითხავთ აი გონიოში სასტუმრო ააშენეთ თუ კწალენსის წყეპარკში გახსენით თუ არა კაზინოები, ეს ხო არ უკითხავთ. კითხეს რა ინდუსტრია გაქვთ, რითაც შეგიძლიათ მოამარაგო ჩინური ბაზარი, ხო? აი ამ ეს არის ყველაზე ის არგუმენტი, აი მე მგონია რომ ეს არის სამთავრობო არგუმენტი, აი ვინც ეგრე უპირისპირდება აი ამ ინვესტიციას, რომ აი რაღაცა ეთნონაციონალისტური მას გამოხატავს აქ რომ არაბები შემოგვიდა. არასწორი არგუმენტი აზიანებს. არასწორი არგუმენტი აზიანებს, კი, სამთავრობო არგუმენტია, ხელისუფლებას აწყობს, იმ ხალხს აწყობს, ვისაც ამ პროექტის გასვლა უნდა. პრინციპული დამოკიდებულება, რა ვიცი, ალბათ აშენდება, იმედი მაქვს რომ არ აშენდება, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ის ეტაპი უნდა დადგეს ამ ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლება დაიწყებს ხალხის მოსმენას და ხალხის იმ სათქმელის გათვალისწინებას, რაც აქვს და ეს რო აქვს ფაქტია ის რომ ბატონ პრემიერი გამოდის და ამ თემას ასეთ ვიდეოს უძღვნის, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი მიხვდნენ და ისინი ხედავენ, რომ სერიოზული უკმაყოფილება არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში ისე უნდა მოხდეს, რომ საკუთარ ხალხს კი არ უნდა გადაუგრიხოთ ხელები და ამაზე კი არ უნდა წავიდეს ხელისუფლება, არამედ როგორც მინიმუმ კომპრომისზე უნდა წავიდეს და აი ამ ხალხთან, საკუთარ ხალხთან, ვისთვისაც ამ ქვეყანას აშენებს, შენ იქ რო ზიხარ, ხო? იმისთვის ხარ, რომ აი აქ რო ცხოვრობს რაღაცა რაოდენობის ხალხი 2 მილიონი 5 თუ 10, ხო? იმ ადამიანებს შექმნა კომფორტი და ისეთი პირობები, რომ იმ ქვეყანაში ცხოვრება უნდა. ვისთვისაც ეგ ინვესტიცია გინდა, ხო, როგორც ამბობ. გინდოდეს, ხო, სხვა არაფერს არ უნდა გჭირდებოდეს. ამ ხალხისთვის უნდა გინდოდეს ეს ინვესტიცია და აი ამ ხალხს უნდა მოусმინო ამ საკითხთან მიმართებაში, ეს ერთი. ხო. და იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. თუმცა, აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაცა წინ ხო უნდა წავიდეთ, რაღაცა ახალი ხედვა ხო უნდა შექმნა, აი რომ სტრატეგიაზე იყო საუბარი, რაღაცა ახალი ეკონომიკური სტრატეგია, ახალი განათლების რეფორმას, სისტემის რეფორმას ვაპირებთო და ასე შემდეგ. სიახლის არაფერი არ ეთყობა. რაც დაიწყო ბენდუქიძემ, რაც დაიწყო მიშამ, რომ ეს რაღაცა კაზინოები, მომსახურების სფერო, უკაცრავად ბორდელები, რომლებიც იხსნება და ჩვენ ვართ, აი ვიღაცა ამ შემთხვევაში არ აქვს მშობა არაბი ჩამოვა თუ ფრანგი, ამერიკელი თუ რუსი, რა მშობა ვიღაცა საერთოდ რო არ იმის იმედად რომ მომსახურე პერსონალში ჩვენ ვართ. საცხოვრებლად კი არ ჩამოდის, არ დაუბრო საცხოვრებლად ჩამოდის. ის დასასვლელად ჩამოდის ხოლმე ზაფხულში ერთი თვით. თუნდაც, ხო? და ჩვენი ფუნქცია რა არის, რაში ხედავს საქართველოს მთავრობა ქართული ადამიანის, ქართული ახალგაზრდას ფუნქციას, ვინც აქ განათლებას იღებს, ხო? სწავლობს და რაღაცას უნდა რომ ცხოვრებაში მიაღწიოს, რომ გვისახავენ ჩვენს ფუნქცია, ჩვენს მოვალეობად, რომ ის არაბი იქნება, ფრანგი, რუსი თუ ჩინელი არ აქვს მნიშვნელობა, იმ ერთი თვით რო ჩამოვა და არა საცხოვრებლად, ხო? მუნდა მივიდე და რა ვიცი, მაგიდასთან რო დასხდება მომსახურება გაუწიოთ, ხო? თემშები გამოუცვალოთ, გვინო დავუსხათ, უმღეროთ, უცეკვოთ და გავაცილოთ მერე და ამაში რაღაცა ხურდებს გვაჩუქებენ. და ეს არის, ეს დამოკიდებულება უნდა შეცვალოს ქვეყანამ საკუთარი მოსახლეობისადმი, რომ გააჩინოს ისეთი პროფესიები, ისეთი სამსახურები, რომელიც იქნება მაღალ ანაზღაურებდა, ცოდნას მისცემს საკუთარ ეს ასე ვთქვათ, მოქალაქეს და მოსახლეობას და
რაც თავარია ესეთი სამსახურები არის მაღალანაზღაურებადი და მისცემს იმის საშუალებას, რომ ამოისოთქოს ამ ადამიანმა და რაღაცა მართლა დღეს ნახე აღარ მახსოვს ვისი იყო ქართული ოცნების რაღაც ჩვენო ისეთ პირობებს შევქმნითო რომ ემიგრაციაში წასვლა აღარ იქნება საჭირო ეგრე გვესმის რა ვიცი მე ხალხი ემიგრაციაში დაბერდა 15-20 წელი წასულები არიან და საკუთარ ოჯახს ვერ ნახულობენ შვილებს და შვილიშვილები ისე იზრდებათ რომ რა ვიცი ბებოს ვერ ცნობენ და ბაბუას ხო და ამ რეალობაში ცხოვრობდა ასე დროს ცინიკურად საკუთარ ხალხთან საუბარი არაკომპეტენტური ზახილი საკუთარ არ შეიძლება ეს არის დამოუკიდებელი გზა მიშა მე გზა გაიარა და ზოგადად ნებისმიერი მართველი რომელიც ამ გზას ადგას ხო ბოლოს დიქტატორად ამთავრებს და ის დიქტატორებიც ყველაც უნდა დამთავრებს საბოლოო ჯამში კარგად რავის არ დაუმთავრებია გადახედონ თუნდაც ისტორიას და ერთ რაღაცა მინდა რაზეც მინდა ხაზზე გავუსვა კიდევ რატო არის სენსიტიური მე ხომ მესმის მე ეს ეთნონაციონალისტური ელემენტი არ მაინტერესებს ხო ეგ არის იმათი არგუმენტი თქო იმათი სასარგებლოდ იმათ წისქვილზე დასმული წყალია მაგრამ უყურე როდესაც ადამიანს ხო ახსოვს ყველაფერი და ქართულ ხალხს ახსოვს რომ სადღაც 3-4 თვის წინ დაახლოებით ხო თურქეთში წასულ ჩვენს პრეზიდენტს თურქეთის პრეზიდენტი დიდგორობა დღეს თხოვდა 300,000 თურქის აქ ჩამოსახლებას ხო ამის შემდეგ თუ ხდება ის რომ ვიღაც არაბები ამ შემთხვევაში შემოდიან 6 მილიონ ნახევრიანი ინვესტიციი და აშენებენ ორ ქალაქს ფაქტობრივად ქვეყანაში ხო ეს მოქმედებს ყველა გზნობს პრეზიდენტს იქ რო იყო ჩასული დიდგორობას და იდგა იქ თვითონ ეთყობოდა სახეზე აი ერჩივნა ალბათ მიწაგასტუმოდა და იქ არ გაიგო ისეთი რაღაცა უთხრა ერდოღანმა ხო აი და ამას გზნობს შენი მოსახლეობა რომ შენ იქ ჩაგიყვანეს რაღაცა გათქმევინეს შენ ხმა ვერ ამოიღე ამიტომ არსებობს ეს კითხვები და ამ კითხვებს არ უნდა გაძალიანება და რაღაცა ხელების გადაგვიხა პირიქით სწორი პასუხი იყოს სწორი პასუხი სჭირდება სწორი მიდგომა სჭირდება და არაცინიკური დამოკიდებულა არამედ კომპრომისის ანუ შენ თვლი რომ შევჯამდეთ მაგ მხრივ რომ ამ 6 მილიარდზე ბევრად მნიშვნელოვანია ის რომ ქართული საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ხო ხელისუფლების თუნდაც არასწორად ხალხს ეს ეგონოს ხელების გადაგრეხვას ჯობია რომ საერთოდ შეეშვა ასეთ ინვესტიციას აი ზუსტად ორ წინადადებას დავამატებ რატო არის ეხლა ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზოგადად აი ამ მომენტში იმიტომ რომ ქართული ოცნებას დღეს ყველანაირი კარბალაში არ არსებობს ოპოზიცია მარტო არის დარჩენილი მათ თუ ხელი წაუწდათ ამაზე ერთხელ მაინც და მათ იფიქრეს რომ მოდი ამათ ეხლა ხელებს გადაუგრიხავთ ესმის თუ ქუჩაში გამოვნ თავს გაუტეხავთ ეს მიიღებს და ამას გაუკეთებ და ხმას ჩავაგდებინებ ხო ანუ მე მიიღებს ეს ნებისმიერს ესე ემართება ეს არ არის რაღაცა მე ცუდი ადამიანი და კარგ ადამიანზე არ არის ხო ყობახიძე ცუდი ადამიანი არ არის დარწმუნებული ვარ მაგრამ ცუდზე და კარგზე არ გადის აქ ზღვარი იშლება მე ეს არის ძალაუფლებისთვის დამახასიათებელი რაღაცა ძალაუფლება რყუნის აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად და ეხლა აქ აბსოლუტური ძალაუფლება რაღაცას დავამატებ უბრალოდ აი ცოტნემ რაც ახსნა ძალიან საინტერესო ერთი რამე კი ბატონო, რამდენი წელია გვესმის რომ ტურიზმი. მოდი რა თქვათ ეს სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ რომ მხოლოდ ტურიზმი ვერ გადაარჩენს საქართველოს. ჩვენ კი არა, ისეთი ქვეყნები, სადაც ტურიზმის მეტი წილი მოდის იქ, ის ქვეყნებიც არ არის, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ის ქვეყნებიც არ დგას ამაზე. მაგრამ აქ არის კიდე მეორე რაღაც. სხვა შორის ძალიან საინტერესო იქნება ჩვენ აი ამ მე ვახსენე ეს შენობა ნაგებობა, რომელიც მდებარეობს იქ და ეხლა ჩვენი პროდიუსერი და იყვნენ ვისია ვის ფლობელობაში. ნებისმიერ შემთხვევაში ბევრი კითხვა ჩდება ზოგადად იმასთან დაკავშირებით, აი მართლა იურიდიულად და თქვა რაღაც სამართლებრივად რამდენად სწორია, არასწორია, ბევრი რიგი საკითხები, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აინტერესებს, თუნდაც რა შემთხვევაში არის ვიღაცა შეუძლია რომ რაღაც ტერიტორია დალუქოს, შემოღობოს და კონდეს და არავინ არაფერი არ მოთხოვოს და რიგი ჩვეულებრივ მოქალაქეს რაღაცა კეთილსინდესეა რომ უნდა რომ ფორტოჩკა გამოიღოს თუ ფანჯარა თუ სარკმელი გამოიღოს თავის სახთან რაღაც პატარა მიწის ნაკვეთია. სადაც სოფელში იმის განობირგო. ამ საკითხზე სხვა შორის ძალიან საინტერესო იქნება. პარასკევს თუ იქნება საშუალება ჩვენ იურისტი მოვიწიოთ. ძალიან საინტერესოა და ბატონი თემურ მამასახლის იქნება ჩვენთან პირდაპირ ეთერში. შევესწრებთ რომ ყოველ შემთხვევაში იყოს და სხვა ამ საკითხებთან დაკავშირებით იურისტის საათი ზოგადად შევქონათ ეს გადაცემა ეს პრეცედენტი ძალიან კარგი იქნება და კიდე ერთი რაღაც მინდა თქვა ძალიან საინტერესო კომენტარი დაიწერა ახლა ჩვენ გვერდზე და მანამდე ხო კი ბატონო ალბათ შესნახავთ უბრალოდ მინდა საზოგადოებას წაუკითხოთ რა არ ვიცი არ ვასახელებ ქალბატონის სახეს და გვერდს შეიძლება ნუ ტელევიზიით არ უნდა მას თუმცა ინტერნეტში წერია ქალბატონი წერს ხო ისე საინტერესოა არაბების თემის გამო ხომ არ მოხდა განხეთქილება ღარიბაშვილს და ოცნებას შორის. თქვენ რას ფიქრობთ?
მე რატო იმას მე უბრალოდ მანამდე მიდავთ ხო ჩვენ რამოდენიმე ვიდეო გვაქვს და მოიძიო ჩემო პროდიუსერმა განსაკუთრებით ბოლომდე ჩვენი კამპანიის ნაწილი და რაც არ გაგვიშვია ყოველ შემთხვევაში ძალიან ლოგიკური ხდება ეხლა და არ ვიცი ამ ეს კითხვა არ არის იცით არის ამ კითხვაში რაღაც ლოგიკა მით უმეტეს აი ხა რომ მოიძიებს ჩვენი პროდიუსერი იმ ვიდეოს ამ ვიდეოს მერე მაგრამ რადგან აი ესეთი კითხვები ჩდება და ჩვენ ვიცით ხო თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილის დამოკიდებულება ზოგადად მოდი ნუ ვიტყვით ახლა ზოგადად საქართველოს ხალხის ინტერესებისა საქართველოს ტერიტორიული თეორიებისა და სხვათა შორის ამ ეგრეთ წოდებულ ნუ მოდი ვიტყვით რაღაც კონსერვატიული ხედვისა არა იმ გაგებით კონსერვატიულისა რაღაცა რომ მე ჩამოყალიბდა ცოტა სხვანაირად არამედ აი მართლა ისეთი რა საკმაოდ მიწაზე მდგარი კონსერვატიული ქვეყნის შეხედულებები ხო ეროვნული შეხედულებებისა და საფრთხეებისა რა საფრთხეებსაც სხვათა შორის ილია ჭავჭავაძეც კი ხედავდა ბევრ საკითხში და კიდევ ერთხელ დავესესხები მე მგონი ილიას აქ რა თქვა რომ არ შეიძლება ყველა კაცი ომში წავიდეს ეგრევე და გავიწევთ ვიღაცა უნდა დარჩეს ვინც მიწაზე იშრომებს აი სადღაც არ შეიძლება 10 მამაკაცი თუ ცხოვრობს ოჯახში ყველა წავიდეს ომში იმიტომ რომ ვიღაცა უნდა დარჩეს და მიწაზე იშრომოს იგივე სათოხნი და ის იარაღი შექორა სამუშაო იარაღი ან და იარაღი რომელიც საბრძოლო იარაღია მიწაზე ვიღაცა უნდა დარჩეს ყველას თავის ფუნქცია უნდა აი ხო აი მე თუ მკითხავ აი ნამდვილი კონსერვატიული რაღაც აი ისეთი მიწაზე მდგარი კონსერვატიული ხედვა ესეც არის და ტყუილა არ დაიწერებოდა მე მინდა უბრალოდ აი ამ კომენტარს გამოვეხმაუროთ რა იცი მე არ მიკვირს რომ შეიძლება მომხდარიყო რაღაცა კონფლიქტი თუნდაც რომ ქონოდათ საუბარი თქვა ირაკლისთან რომ ხო არ ფიქრობდა მე ბევრი რამე გამახსენდა ეხა ირაკლის სვაშორის წინააღმდეგობა ბევრ ეგრეს საკითხებში არა მხოლოდ არა ინვესტიციაზე არ აქვს საუბარი გახსოვთ თქვენ ალბათ ევროპელებს პირველად ევროპელებმა აითვალწუნეს ირაკლი ღარიბაშვილი არ ვიცი ხა ეს ვიდეოს არ ვიცი ამას ვერ მომძებნით მაგრამ თუ გახსოვთ თქვენ როდესაც პირველ სირიელ ტოლებზე იყო შემოსვლა 38 მილიონზე უარი თქვა ეს იყო მე მგონი ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით რაღაცა და იქ უნდა შემოსახლებული იყო და შემოეთა ირაკლი მამაზე უარი თქვა ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება მე ეს არ არის სპაჩორის მერაბ აი არქივში იძებნება 2015 წლის ვიდეო ირაკლი ღარიბაშვილის რა ჩვენ გვაქვს და რა შეგვიძლია მაყურებელს შევთავაზოთ ეს არ არის საუბარი რა თქმა უნდა კონკრეტულად არაბულ ინვესტიციებზე და ხა 10 წლის წინანდელი ვიდეოა და ზუსტად არა დამოკიდებულებას მაგრამ აი დამოკიდებულება ზოგადად ამ საკითხებთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება ქონდა ირაკლი ღარიბაშვილს ეს შეგვიძლია მოვასმენინოთ მაყურებელს თუ შეიძლება გაუშვათ ჩვენ თვითონ შევხვით ადგილებს შევქმნით, სადაც იქნება გამოტანილი. ბატონ გიგლა, ესე იგი ამას როდის დავიწყებთ? პრინციპში აქ ვიწყებთ ახლა და გადავდივართ წელს, უკვე წელს ვიწყებთ. მე შემთხვევით არ მიხსენებია რომ აქ უცხოელები ჩამოდიან ჩვენი მეგობარი სახელმწიფოდან ყიდულობენ სახლებს. თვითონ აქ სახლდებიან. მაშინ როცა ჩვენი მეგობრები, ჩვენი მოქალაქეები, ქართველები მიდიან ტოვებენ სახკარს. ამიტომ ჩვენ თავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გავაძლიეროთ მთა და სოფელი. აი ეს არის ჩვენი თავი ამოცანა. რა ქვია პატარა კაცი? რა ქვია? მაგარია. რა ქვია? ალექსანდრე მაგარია. სამწუხაროდ იმის გამო რომ წლების განმავლობაში თავრობა ვერ აქცევდა ყურადღებას მაღალმთიან რეგიონებს და დაიცალა. ამიტომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ხალხი მთაში. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. სვაშორის აი მადლობა მინდა უთხრა ჩვენ პროდიუსერს წელიც რომ მიაწერა 2015 ეს არის პირველი პრემიერ-მინისტრი იყო მე აი ამ დამოკიდებულებაზე ვლაპარაკობ სწორედ კი არა უბრალოდ აი დამოკიდებულება მისი ესე იყო და დარწმუნებულება ეს მინდა უთხრა უბრალოდ მაყურებელს რომ აქ რა თქმა უნდა არის არაბული საუბარი არის იმ პერიოდზე როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო მთის კანონი მაშინ როდესაც მთაში მაცხოვრებელ ადამიანებს და აი დემოგრაფიაზე თუ საუბრობთ და დემოგრაფიულ პრობლემებზე ხშირად ისე არის ხოლმე საქმული რომ დემოგრაფიულ პრობლემებს მხოლოდ ემიგრაცია ქმნის ან მხოლოდ მიგრაცია ქმნის ასე არ არის შიდა მიგრაციულ პროცესებს ამაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მაგალითად ყველასთვის კარგად არის ეს სტატისტიკოლოგებისთვის თუ როგორც ქვია მეცნიერება ცნობილი რომ ურბანულ სივრცეში მაგალითად შობადობა ბევრად დაბალია სოფლად ბევრად მაღალია ასეთი შობადობა მთაში თუ ცხოვრობს მოსახლეობა და იქ დამაგრებულია იქ კიდევ უფრო სხვა გამოწვევები და ეს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება არ ნიშნავს მხოლოდ იმას რომ აქ რაღაც აი მიგრაციის სალდო ვაკონტროლოთ მხოლოდ და ესეთი დამოკიდებულება ჰქონდა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენ ნახეთ ეს არის 2015 წლის ვიდეო სადაც ის ზუსტად აი ამ სიტყვებს იძახის რომ უცხოელები ჩვენი მეგობრები თუნდაც ჩამოდიან აქ აშენებენ სახლებს სახლებიან ხოლო ჩვენი მოსახლეობა ბისგან იცლება მთა იცლება ბარი იცლება სოფელი და ალბათ არის დასაფასებელი რომ 10 წლის წინ ადამიანი ამაზე საუბრობდა და სხვათა შორის კიდევ ერთი ვიდეო მინდოდა არქივიდან ბარემ რახან აი ამ
ტალღაზე ვართ რომ მაყურებელს შევთავაზოთ ჩვენ მოვისმინეთ მათ შორის ესეთი დამოკიდებულება და არგუმენტი ხელისუფლების მხრიდან რომ როდესაც ქვეყანა არის გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩვენ არ ვართ ინდუსტრიული ქვეყანა ვერ ვიძიებთ ინდუსტრიისთვის ასე ვთქვათ ინდუსტრიის გასავითარებლად ინვესტიციებს ჩვენ არ გვაქვს იმისი ფუფუნება რომ ფულზე უარი ვთქვათ და აი რაღაც ეს ფულს უნი არ უდის დაახლოებით ამ პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ რომ 6 მილიარდს დებენ და რა მნიშვნელობა გვინდებს და რა შედებს აღარ უნდა დავკონკრეტდეთ სხვა შორის ირაკლი ღარიბაშვილს როგორც ჩანს ამ ხრივაც ცოტა არ იყოს განსხვავებული შეხედულებები მაშინ ჰქონდა იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს 2021 წელი როდესაც მაშინ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს დასჯა რაღაც კონკრეტული პოლიტიკური ფაქტორების გამო თქვეს რომ იქ ჩვენ რეკომენდაციები ვერ შევასრულეთ რომ ეს მაკროეკონომიკურ დახმარებას ჩვენი ქვეყანა ვეღარ მიიღებდა ირაკლი ღარიბაშვილს ჩემი აზრით ყველაზე ღირსეული პასუხი მაშინ ჰქონდა და აი რა პასუხი იყო ეს თუ შეიძლება გაუშვათ და მოვასმენებთ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და კერძოდ გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირის საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წესვაზე. წელს იქიდან გამომდინარე ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება. მაღალი ალბათობით ჩვენ ამ თანხის, ასე ვთქვათ, მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. აი ეს არის ძალიან მარტივად, აქ ზედმეტი სპეკულაციები არ არის საჭირო. როგორც ხედავთ, როდესაც ზედმეტ ვალდებულებებს კიდებენ ქვეყანაზე, უბრალოდ აქ რაზე იყო ხა საუბარი, რომ რაღაც რეკომენდაცია თქვენ არ შეასრულეთ და ფულს აღარ მოგცემთ და შანტაჟის ელაპარაკებია. მე მგონი ეს პერიოდია ზუსტად, როდესაც აი რაღაც ამ პერიოდში იყო მახსოვს, მე რაც ვთქვი, რომ აი სერიალების რაღაც ვალდებულება გქონდა ჩვენ, რომ თუ ავიღებდით იმ ფულს და სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი იყო, მაშინ უბრალოდ არ ვიცი ეს ვიდეო შეიძლება კონკრეტულად იყოს სადმე, მაგრამ სწორედ მან თქვა და პირველად გახდა საზოგადოებაში და ერთიურად აიწია მაშინ რეიტინგი და საკმაოდ სამართლიანად, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა უარი თქვა სირიელ მიგრანტების შემოყვანაზე და იმ ფულით უნდა აშენებული იყო იქ, სადღაც აეროპორტის ხარეს თუ ლილოს დასახლებაში, ეგრეთ წოდებული აზურები და მან უარი თქვა და მან თქვა მირჩევნია არ ავიღოთ ეს ფული და გავაგზავნოთ. სხვა შორის მაგის მერე ხანა ჩვენი ზემოთ წასulis აი ამ ღირებულებების სუვერენიტეტის დაცვის წინ წავიდა და დღემდე რომ მოვიდა არის ამ კაცის წილი ხა რაცა უნდა კიდე გვიძახონ ჩვენ რომ აგერ კარებს თუ გავაღებთ ეხა ის კაცი ჩვენთან არის და ჩვენთან მუშაობს და ჩვენთანაა დასაქმებული და ანდა რაღაც ჩვენი მამამარჩენალია ნუ არ არის ასე ღმერთია მოწა მე უბრალოდ სიმართლეს ვამბობ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ასეთი ადამიანები არიან სულ პოლიტიკაში არ დაბრუნდეს კი არა საერთოდ რაღაც არც გამოიხედოს პოლიტიკისკენ ისტორია არის და გუშინდელი დღეა და გვახსოვს არქივია რა თქმა უნდა და ეს ვიდეო ბოლო ვიდეო განსაკუთრებით იყო იმის ილუსტრაციად რომ ფულს უნი არ უდის აი ასეთი პრინციპით ქვეყნის მართვა არ შეიძლება განსაკუთრებით როცა ახლა ეს ფულს უნი არ უდის ვესპასიანემ თქვა მგონი ხო რომის იმპერატორმა ახლა რომ შეიძლება ქონდა ამისი ფუფუნება და როცა აღარ პატარა დაუცველი ქვეყანა დიდ ფულს ხო მერაბიშვილმა და ვესპასიანემ თქვა ეგეთი რაღაცა დიდ ფულს მოყვება დიდი ვალდებულება და ყველა ფულზე ხელის მოკიდება მართლა არ შეიძლება და მე მრჩება შტაბეჭდილება რომ ამ ადამიანს ყოველ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილს ეს კარგად ესმოდა. კი ბატონო, დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რა თქმა უნდა, სოციალურ თავისუფალ არხზე და სამეფო არხზე საკმაოდ საინტერესოდ მიდის ჩვენი გადაცემები, ფიქრობ. სწორედ ამ ორ არხზე და რა თქმა უნდა, სოციალურ ჩვენ მეგობრებს და სხვა შორის აი კომენტარით, სხვა შორის რამაც ინიციირება მოიტანა, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილის ეს რეალობა, სიმართლე მოგვიწია 10-15 წუთი გადაცილება. მადლობა დიდი, კარგად გზანდებოდეთ დახვანს. ნახვამდის დაგემშვიდობებით, ერთმანეთს 4 შაბათს შევხვდებით საინტერესო სტუმართან ერთად, საინტერესო თემებზე სასაუბროთ, კარგად გზანდებოდეთ, თქვენთვის მუშაობდნენ თენგო ომანიძე, მერაბ ჭიქაშვილი და წოტნე მარღია.